მოგესალმებით, მე თამაზ მჭედლიძე ვარ. ეხლა თქვენ მოისმენთ ამ ციკლს მსახიობის გახმოვანებით. მაგრამ რამოდენიმე სიტყვა მინდა პირადად გითხრათ. ყველაფერი, რასაც აქ მოისმენთ, თეორია არ არის. ეს არის გამოცდილება, რომელიც საკუთარ თავზე გავიარე. და თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, თქვენ ამას იგრძნობთ. თამაზ მჭედლიძე. ჯანმრთელობა არის? არა. ის არ არის, რაც გეგონათ. Health Resource Management. ჯანმრთელობის რესურსების მართვა, ეპოქის დაბადება. აზროვნების ახალ სისტემაში შესვლის წერტილი. ეს წიგნი დავწერე იმიტომ, რომ შეიცვალოს თქვენი შეხედულება ჯანმრთელობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა დანარჩენი უბრალოდ უაზრობაა. მაგრამ თავდაპირველად გავიხსენოთ მდგომარეობა, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. თქვენ ავად ხართ და წევ ხართ ძალგამოცლილი. ის, რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო, გაქრა. სამსახური, ამოცანები, გეგმები უკვე მეორე ხარისხოვანია. არის მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული უსუსურობის შეგრძნება. ცუდად ხართ, ნამდვილად ცუდად ხართ. მოდის ექიმი, გინიშნავთ წამლებს, ოჯახის წევრები გულშემატკივრობენ, შეშფოთებულები გიყურებენ, გივლიან, თავსგევლებიან, თითქოს ყველაფერი სწორად მიდის. ისე როგორც უნდა იყოს, მაგრამ შინაგანად სულ სხვა გრძნობაა. ძალზე ჩუმი და ძალზე ზუსტი. თქვენ ხართ მარტო საკუთარ თავთან, საკუთარ სხეულთან, იმასთან, რაც თქვენში ხდება. და ამ დროს ნათელი ხდება, ამ გზას თქვენ მაგივრად ვერავინ გაივლის. ვერც ექიმი, ვერც ახლობლები. არსებობთ მხოლოდ თქვენ და თქვენი ორგანიზმი, რომლის რესურსებმა უნდა გადაწყვიტონ თავს დააღწევთ ამ მდგომარეობას თუ არა. და თქვენ ამ მდგომარეობას უმკლავდებით, ძლივს, უკანასკნელი ძალებით, უძლურებით იმ რესურსების წყალობით, რომლებზეც არასდროს გიფიქრიათ. მოქმედებს წამლები. ზოგჯერ კრიტიკულადაც, ისინი პირობებს უქმნიან ორგანიზმს, რომ მისი აღდგენა მოხდეს. მაგრამ აღდგენა თავად ორგანიზმის მიერ ხდება, მისი რესურსების წყალობით. თავს უკეთესად გრძნობთ და სიცოცხლე ბრუნდება, ენერგია ისევ გემატებათ. და რა ხდება შემდეგ? თქვენ მალევე გავიწყდებათ ეს შეგრძნება. უბრუნდებით საქმეებს, ამოცანებს და ცხოვრება გრძელდება, მაგრამ რესურსები? სწორედ ისინი, რომლებმაც გადაგარჩინეს. ისინი უკვე აღარავის ახსოვს. ამის დრო არ არის. იცანით საკუთარი თავი? ეს ნორმალურია. უმრავლესობა სწორედ ასე აზროვნებს. და სწორედ ამ დროს ვცდებით. არა უმნიშვნელოდ, არამედ ფუნდამენტურად. რადგან ჯანმრთელობა მოცემულობა არ არის. ავადმყოფობაც არ არის უბრალო შემთხვევითობა. უფრო ხშირად ავადმყოფობა არ გემართებათ, მისკენ მიდიხართ. ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ წლობით, უფრო ხშირად კი შეუმჩნევლად. თქვენი ორგანიზმი მარტო სხეული არ არის. ის თქვენი ბიოლოგიური სახლია. ერთადერთი სახლი, სადაც მთელ ცხოვრებას ატარებთ და უკანასკნელი, რომელსაც ტოვებთ. ამ სახლს გააჩნია რესურსები. სწორედ ისინი განაპირობებენ იმას, თუ როგორ გრძნობთ თავს, რამდენი ენერგია გაქვთ და როდის იწყება პრობლემები. მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელსაც თითქმის არავინ ითვალისწინებს. ეს რესურსები ერთხელ და სამუდამოდ არ გვეძლევა. ისინი მუდმივად იცვლებიან, ზოგჯერ ნელა, შეუმჩნევლად. მაგრამ ყოველთვის იმის საპასუხოდ, თუ როგორ ცხოვრობთ. მათი ამოწურვაც არ ხდება უცაბედად. უბრალოდ შესამჩნევი ხდება. სწორედ ამ მომენტში აღმოჩნდებით პირისპირ სიმართლის წინაშე. თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი სუსტი რესურსი, რომლის მართვა შესაძლებელი და საჭიროა. თუ შინაგანად ეთანხმებით ამას, ეს წიგნი თქვენთვისაა. რატომ რჩება ჯანმრთელობა უმეთვალყურეოდ? ეს წიგნი ჩემს ცხოვრებაზე არ არის, თუმცა მასში პირადი ისტორია, სამედიცინო პრაქტიკა და საქართველოში პირველი სამედიცინო კურორტის შექმნის გამოცდილება არის ასახული. ის არც ველნესზეა მისი ტრადიციული გაგებით და არც კურორტ ბიოლიზე, სადაც მე ვცხოვრობ. პირიქით, პირველ რიგში ბიოლი არის პრაქტიკული შედეგი იმ იდეებისა, რომლებზეც აქ ვისაუბრებთ. ამ წიგნის შექმნა გამოიწვია კითხვამ, რომელიც ადრე თუ გვიან უჩნდება ყველა მოაზროვნე ადამიანს. რატომ უარესდება ადამიანის ჯანმრთელობა, მიუხედავად მედიცინის მნიშვნელოვანი პროგრესისა? რატომ იზრდება ქრონიკულ დაავადებათა რიცხვი თუ მედიცინა სულ უფრო კომპეტენტური ხდება? რატომ ცხოვრობს ადამიანი უფრო დიდხანს, მაგრამ მუდმივად შეუძლოდ გრძნობს თავს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეც კი გამიჭირდა. ექიმს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში ვქმნიდი სამედიცინო სისტემებს, ვეცნობოდი ათასობით ავადმყოფობის ისტორიას, ვიცავდი დისერტაციებს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზების სფეროში. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, ჩვენ სპეციალისტებმა კარგად შევისწავლეთ დაავადებები, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ უშუალოდ ჯანმრთელობას. დეტალურად ვაანალიზებთ პათოლოგიას, ბრწყინვალედ ვუმკლავდებით ურთულეს კლინიკურ შემთხვევებს, ვხვეწავთ მკურნალობის მეთოდებს, მაგრამ იშვიათად ვსვამთ კითხვას. როგორ ვმართოთ ორგანიზმი, როგორც ჯანმრთელობის სისტემა? ეს კი თანამედროვე მედიცინაში უმთავრესი კითხვა უნდა იყოს. რატომ? ეს წიგნი წარმოადგენს მედიცინაში გლობალური ცვლილებების აუცილებლობის დასაბუთების, მასში ახალი ლოგიკის განმარტების მცდელობას, როგორც კოლეგა ექიმებისთვის, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც შეგნებული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ცდილობენ არსებული შესაძლებლობების სწორად გამოყენებას. აქ მოცემული მოსაზრებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო ჯანდაცვის ორგანიზატორის, მიმდინარე ცვლილებების მკვლევარისა და უშუალო მონაწილის გამოცდილებიდან. დღესდღეობით მედიცინა ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. იმ ეპოქისა, სადაც ყურადღების ობიექტს წარმოადგენს არა დაავადება, არამედ ადამიანის რესურსი. ჩვენ, თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად, ამ მიდგომას ვუწოდეთ Health Resource Management, ჯანმრთელობის რესურსების მართვა. ნაწილი პირველი, სათავეები, თავი პირველი, ბებია ჩემის სახლი. ჩემი გზა მედიცინაში დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე მე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარებდი. ის დაიწყო პატარა ქართულ სოფელში, ბებია ჩემის სახლში. ეს იყო უბრალო სოფლის სახლი, ბაღით გარშემორტყმული. ზაფხულობით ჰაერი გაჟღენთილი იყო ბალახების, ხეხილისა და ფიჭვების სურნელით. ბებიის სახლი თითქმის ყოველთვის ხალხით იყო სავსე. ბავშვობაში კარგად ვერ ვიაზრებდი, თუ რატომ მოდის ამდენი ხალხი. ზოგს ხილით სავსე კალათები მოჰქონდა. ზოგს სახლში გამომცხვარი პური, ზოგი მოდიოდა ისე სალაპარაკოდ. მაგრამ ძირითადად მოდიოდნენ ტკივილით შეწუხებულები. ბებია კი დახმარებას უწევდა მათ. მას არ ჰქონდა სამედიცინო დიპლომი, თუმცა მიეკუთვნებოდა ხალხურ მკურნალთა იმ უძველეს ტრადიციას, რომლის არსებობა საქართველოში საუკუნეებს ითვლის. პრაქტიკულად ყოველ სოფელს ჰყავდა ასეთი ადამიანი, რომელმაც იცოდა მცენარეთა თვისებები, ჭრილობების მოშუშება, ანთებისა და ტკივილის მკურნალობა. ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც ბებია იყენებდა, იყო ფიჭვის ფისზე დამზადებული მალამო. ეს რეცეპტი ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. კარგად მახსოვს, როგორ ამზადებდა ბებია ამ მალამოს. პატარა ჭურჭელში ფრთხილად ურევდა ფიჭვის ფისს, ფუტკრის ცვილს, ზეითუნის ზეთს და ცხოველურ ცხიმს. ბებია ამბობდა, რომ ეს რეცეპტი უძველესია. ის ჯერ კიდევ კოლხეთის დროს იყო ცნობილი. ბავშვობაში ამ ყველაფერს თითქმის ზღაპარევით უსმენდი. მაგრამ ყველაზე მეტად სხვა რამ მაკვირვებდა. ბებიასთან მოდიოდნენ ადამიანები შფოთვით და ტკივილით, მაგრამ ისინი დამშვიდებულები ბრუნდებოდნენ შინ. მახსოვს, როგორ უყურებდნენ ისინი მას, მადლიერებით, ნდობითა და სიყვარულით. ალბათ სწორედ მაშინ გამიჩნდა ერთი მარტივი აზრი, რომელმაც შემდგომში მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. თუ გსურს, რომ ხალხს უყვარდე, დაეხმარე მათ. ბებიის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე დედაჩემმა გააგრძელა. მე კი მას ვეხმარებოდი. ცოტა წინ გავუსრებ მოვლენებს და ვიტყვი, ჩვენი ოჯახის რეცეპტი მოგვიანებით გახდა იმ სამკურნალო მალამოს საფუძველი, რომლის სახელწოდებაა ბიოპინი. როდესაც წლების შემდეგ დაიწყეს ამ შემადგენლობის შესწავლა უკვე სამეცნიერო მეთოდებით, აღმოჩნდა, რომ ამ სიმარტივის უკან იმალება მოქმედების რთული მექანიზმი. ძირითადი კომპონენტები ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, ზეითუნის ზეთი და ცხოველური ცხიმი ქმნიან გარემოს, სადაც ფიჭვის ბუნებრივი ნივთიერებები იწყებენ აქტიურ ურთიერთქმედებას ორგანიზმის ქსოვილებთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ფიჭვის ფისს აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და რეგენერაციული თვისებები. აგრეთვე მას შეუძლია ქსოვილთა შეხორცების პროცესების სტიმულირება. ფიჭვის ხეების ფისი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა როგორც თავად ხის დამცავი სისტემა და იცავდა მას ბაქტერიებისგან, სოკოსგან და დაზიანებებისგან. ადამიანმა ისწავლა ბუნების ამ მექანიზმის გამოყენება საკუთარი ორგანიზმის აღსადგენად. მაგრამ მაშინ, ბავშვობაში, მე მეცნიერებაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც სიყვარულით სავსე თვალებით მადლობას უხდიდნენ ჩემს ბებიას.
და ერთხელაც გადავწყვიტე, მეც გავხდები ექიმი. თავი მეორე. ღიმილი, რომელსაც ჩემი პლასტიკური ქირურგის კარიერა შეეწირა. ჩემი ძმა ჩემზე 8 წლით უფროსია. მან დაამთავრა სამხედრო სამედიცინო აკადემია. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამედიცინო სასწავლო დაწესებულება. როდესაც მოვიდა ჩემი პროფესიის არჩევის დრო, გადავწყვიტე მისი გზით წასვლა, მაგრამ მალევე მივხვდი, სამხედრო დისციპლინისა და სამედიცინო განათლების შერწყმა სულაც არ შეესაბამებოდა ჩემს ხასიათს. იმ დროს პლასტიკური ქირურგობა მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ეს მედიცინის განსაკუთრებული სფეროა, რომელიც არა მარტო კურნავს, არამედ სილამაზეს ქმნის. იცოდა რა ჩემი სურვილის შესახებ, ძმამ მირჩია სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე შესვლა. იქ შემეძლო ჩემი ოცნების განხორციელება. ყბასახის ქირურგიის კათედრაზე პლასტიკურ ქირურგებს ამზადებდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ ეს არის ჩემი გზა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ერთი ჩვეულებრივი სტომატოლოგიური პრაქტიკის დროს. ერთხელ ჩემთან მიღებაზე მოვიდა ახალგაზრდა გოგონა მოტეხილი წინაკბილით. მისთვის ეს ნამდვილი ტრაგედია იყო. წინაკბილი ხომ არა მარტო კბილია, ეს ღიმილია, ეს სახეა, ეს დარწმუნებაა საკუთარ თავში. თითქმის 3 საათი ვიმუშავე. ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი მაქსიმალურად ზუსტად, ფაქიზად და ბუნებრივად. როდესაც სამუშაო დავამთავრე, კბილი სრულიად ნატურალურად გამოიყურებოდა. შევხედე შედეგს, შემდეგ გოგონას. ის იყურებოდა სარკეში და იღიმოდა. ჩემ მიერ ჩატარებულმა სამუშაომ ის გააბედნიერა. მივხვდი, სილამაზის შექმნა აქაც შესაძლებელია. და მტკიცედ გადავწყვიტე, გავხდები სტომატოლოგი. რაღაც მომენტში მინდოდა, რომ პაციენტის ადგილზე წარმომედგინა თავი, რომ გამეგო თუ რას გრძნობს ის ექიმის სავარძელში. და გადავწყვიტე უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება. სარკის წინ ამოვიბურღე კარიესი და ჩავისვი ბჟენი. მეტ და საჭირა ინსტრუმენტები მე კი ვმუშაობდი. ეს იყო უცნაური ცდა, რომელმაც მაგრძნობინა ის, რაც არც ერთ სახელმძღვანელოში არ წერია. კერძოდ კი ემოციები, შიში, გაურკვევლობა, ტკივილის მოლოდინი. მივხვდი, რომ ადამიანისთვის, რომელიც ექიმის სავარძელში ზის, მედიცინა არა მარტო ტექნოლოგიები და ცოდნაა. ეს არის ნდობა. მოგვიანებით ხშირად ვიხსენებდი ბებიის სიტყვებს. თუ გსურს, რომ ხალხს უყვარდე, მოექეცი მათ ისე, როგორც შენს ახლობლებს. ეს პრინციპი შემდეგ მედის მთელი სისტემის საფუძველი გახდა. თავი მესამე. ნდობის 4 თაობა. როდესაც მედის კლინიკების სისტემას ვქმნიდით, მე ვაპირებდი არამხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების ქსელის გამართვას. ჩემთვის მთავარი იყო თვითგანვითარებადი სამედიცინო სისტემის შექმნა, სისტემისა, რომელიც მუდმივად იხვეწება. ამ სისტემის საფუძვლად დევს მარტივი, მაგრამ ძალზე ძლიერი ციკლი: სწავლება, პრაქტიკა, კონსილიუმი, სტანდარტიზაცია. როგორ მუშაობს ეს? თავდაპირველად, ექიმები შეისწავლიან მკურნალობისა და ტექნოლოგიების ახალ მეთოდებს. შემდეგ მათ კლინიკურ პრაქტიკაში იყენებენ. ამის შემდეგ შედეგებს პროფესიულ კონსილიუმებზე განიხილავენ. საუკეთესო გადაწყვეტილებები კი მთელი სისტემის სტანდარტები ხდება. შემდეგ იწყება სწავლების ახალი ციკლი. ამ გზით მედიცინა კარგავს სტატიკურობას. ის ცოცხალ სისტემად იქცევა, რომელიც მუდმივად ვითარდება. დროთა განმავლობაში მედიში ყალიბდება საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა. ექიმები არა მარტო კურნავენ პაციენტებს, არამედ ერთმანეთს ასწავლიან. საუკეთესო პრაქტიკოსის სპეციალისტები ხდებიან ახალგაზრდა ექიმთა პედაგოგები. ასე ყალიბდება პროფესიული გარემო, სადაც ხდება ცოდნის მუდმივი განახლება. სწორედ ამიტომ მედი თანდათან გამოვიდა მხოლოდ კლინიკების ქსელის ფარგლებიდან და ერთიან სამედიცინო სისტემად გარდაიქმნა. დღესდღეობით ამ სისტემაში ასობით ექიმი მუშაობს. 35 წლის განმავლობაში სისტემა პაციენტთა 4 თაობას ითვლის, მაგრამ ჩემთვის მედი არასდროს ყოფილა მხოლოდ სამედიცინო ორგანიზაცია. ის არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს თანამედროვე მედიცინა. ტექნოლოგიების, ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების ყოველი ახალი თაობა უნდა გახდეს ერთიანი სისტემის ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიცინა ჩამორჩება რეალურ ცხოვრებას. ჩემი სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა ჯანდაცვის ორგანიზების საკითხებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში.
იმ დროს ბევრს კამათობდნენ კერძო სამედიცინო სისტემის გარშემო. ხშირად ისმოდა ის აზრი, რომ კომერციული მედიცინა მხოლოდ ფულზე ფიქრობს, მაგრამ რეალურმა პრაქტიკამ სულ სხვა რამ გვიჩვენა. კერძო მედიცინას შეუძლია და ის უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ პაციენტზე, ვინაიდან მისი წარმატება უშუალოდ ხალხთან ნდობაზეა დამოკიდებული. თუ პაციენტი არ გრძნობს პატივისცემას, ყურადღებას და რეალურ დახმარებას, ის უბრალოდ წავა და აღარ დაბრუნდება. ამიტომ სამედიცინო სისტემის ხანგრძლივი წარმატება შეუძლებელია მაღალი ხარისხისა და ადამიანისადმი პატიოსანი დამოკიდებულების გარეშე. ბებიაჩემის სიტყვებმა, რომლებიც ბავშვობიდან მახსოვს, მოექეცი ადამიანს ისე როგორც შენ სახლობელს, ახალი შინაარსი შეიძინა. თავიდანვე მედიში ყალიბდებოდა კულტურა, რომელშიც ეს პრინციპები მუშაობის საფუძველი გახდა. ერთხელ ერთმა შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ექიმი. თავი მეოთხე. ექიმის გამოცდა პატიოსნებაზე. ამბავი მოხდა ერთ-ერთ გასაუბრებაზე, როდესაც მედის სისტემაში მორიგ სპეციალისტს იღებდნენ სამუშაოდ. კანდიდატმა შერჩევის თითქმის ყველა ეტაპი გაიარა. ექიმთა კომისიის მოხსენებით, მან წარმატებით გაართვა თავი პროფესიულ გამოცდებს და რეკომენდაცია ეძლევა, რომ მიიღონ სამსახურში. ეს იყო ახალგაზრდა სტომატოლოგი ქალბატონი. ცოტა ხნით ადრე მე მონაწილეობას ვიღებდი კოლეგა მეცნიერებთან მორიგ დისკუსიაში, რომელიც კომერციულ მედიცინას ეხებოდა. თემა იყო ნაცნობი და საკამათო. შესაძლებელია თუ არა, რომ კერძო მედიცინა ჭეშმარიტად ჰუმანური იყოს. ისმოდა აზრი იმის შესახებ, რომ კომერციულ მედიცინას საბოლოოდ მისი ბოროტად გამოყენებისკენ მივყავართ. მე აქტიურად ჩართულმა ამ დისკუსიაში გადავწყვიტე პატარა ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. კანდიდატთან საუბარი დაიწყო მშვიდად. ჩვენ წარმოვადგენთ კომერციულ მედიცინას, უნდა გამოვიმუშაოთ ფული, რას გააკეთებთ თქვენ ამისთვის? ექიმმა დარწმუნებით მიპასუხა. მეც ვიმუშავებ. ავითვისებ ახალ ტექნოლოგიებს, თუ საჭირო იქნება, იმაზე მეტ პაციენტს მივიღებ, ვიდრე გრაფიკით იქნება გათვალისწინებული. შემდეგი კითხვა დავუსვი. და თუ პაციენტს სერიოზული პრობლემა არ აქვს, მაგრამ შესაძლებელია მისი აღმოჩენა? ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ის გაჩუმდა. ჯერ დაიბნა, მერე გაწითლდა და უცებ ატირდა. მივხვდი, რომ მისთვის ეს მარტო კითხვა არ იყო. ეს იყო ზღვარი. შინაგანი პატიოსნება სინდისი არ აძლევდა მას საშუალებას, რომ ხაზი გადაეკვეთა. მივირბინე ექიმთან, მოვეხვიე მას და ვთქვი, აი ზუსტად ასეთ ექიმებთან ერთად გავხდებით საუკეთესოები. ეს ექიმი ჩვენს სისტემაში გაიზარდა და დღეს ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია თავის მიმართულებაში. თავი მეხუთე. რომელი ფული უფრო გემრიელია? მედის სისტემაში იყო ტრადიცია. როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ახალი ექიმები, პირველ შეხვედრას მათ პირადად მე ვუწყობდი. საუბარს ჩვეულებრივ მარტივი ფრაზით ვიწყებდი. ჩვენ წარმოვადგენთ კომერციულ მედიცინას, გვსურს ფულის გამომუშავება. ამაში სამარცხვინო არაფერია. ფულის გამომუშავების სურვილი ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანისთვის. კითხვა იმაში კი არ არის, გამოვიმუშავოთ თუ არა ფული. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიმუშავოთ. შეიძლება ხალხს დაუდარაჯდე ბნელ კუთხეში და გაძარცვა ისინი. ასეთი ფულითაც შესაძლებელია ცხოვრება, თუ ის ყელში არ გაგეჭხირება. მაგრამ შეიძლება მაქსიმალური სარგებელი მოუტანო ხალხს, ისინი მადლიერები იქნებიან და სიამოვნებით გადაგიხდიან საზღაურს. მე ვეკითხებოდი ექიმებს, რომელი ფული უფრო გემრიელია. ამის შემდეგ ვთავაზობდი მათ წარმოედგინათ შემდეგი სიტუაცია. კაბინეტში შემოდის პაციენტი. მას ხვდება ორი ექიმი. ერთი უყურებს პაციენტს და ფიქრობს, რამდენი შეიძლება მოსთხოვოს მას მიღებისთვის. მეორე ხედავს შიშითა და ტკივილით შეშფოთებულ ადამიანს და მზად არის დაეხმაროს მას ისე, თითქოს ეს მისი პირადი პრობლემაა. ვეკითხები, ვის აირჩევს პაციენტი? პასუხი ნათელია. პაციენტი ყოველთვის გრძნობს ექიმის დამოკიდებულებას, პროფესიონალიზმს, ადამიანისადმი სიყვარულს, გულწრფელ დახმარების სურვილს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტად კონკურენტული უპირატესობა და ამავდროულად წარმატების საფუძველი. ნაწილი მეორე. დაცემა და დაბრუნება. თავი მეექვსე. ექიმი, რომელმაც საკუთარი თავი დაივიწყა. მრავალი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება მთლიანად მიეწუნა სამედიცინო სისტემის შექმნასა და განვითარებას. კლინიკების რიცხვი იზრდებოდა, გუნდი ფართოვდებოდა. იქმნებოდა ახალი მიმართულებები, ახალი ტექნოლოგიები, გვერდდებოდნენ ახალი პაციენტები.
თითქმის მთელ ჩემს დროს სამუშაოს ვუთმობდი. როგორც საქმეში ჩაფლულ ადამიანებს ჩვევიათ ხოლმე, მეც დამავიწყდა საკუთარი თავი. ჩემი ჯანმრთელობა მეორე პლანზე გადავიდა. ყველაფერი იწყება წვრილმანი კომპრომისებით. დღეს ვერ გამოვიძინე, დღეს ვარჯიშს გამოვტოვებ, დღეს გზაში ვისაუზმებ. თითქოს ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. მაგრამ სწორედ ასეთი წვრილმანი გადაწყვეტილებებით თანდათან იქმნება ცხოვრების ახალი წესი. დროთა განმავლობაში ვიგრძენი წონაში მატება. თავიდან ეს არ წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას. მაგრამ თანდათან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. წონა თითქმის 170 კილოგრამამდე ავიდა. ამავდროულად მე ვაგრძელებდი მუშაობას, სამედიცინო სისტემის განვითარებას. სამედიცინო თვალსაზრისით არ ვითვლებოდი ავადმყოფ ადამიანად, მაგრამ ჯანმრთელსაც უკვე ვეღარ მიწოდებდნენ. სწორედ მაშინ საკუთარ თავს დაუსვი მეტად არასასიამოვნო კითხვა. როგორ ხდება, რომ ექიმი, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იღებს პროფესიულ გადაწყვეტილებებს და ხელმძღვანელობს მსხვილ სამედიცინო სისტემას, კარგავს კონტროლს, როდესაც საქმე მის საკუთარ ჯანმრთელობას ეხება? ამ კითხვაზე დიდი ხნის განმავლობაში პასუხი არ მქონდა. მაგრამ ერთხელაც მოხდა ეპიზოდი, რომელიც ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. თავი მეშვიდე. დღე, როდესაც მე აღარ ვიყავი მარტო ექიმი. ეს მოხდა თირკმლის კოლიკის მწვავე შეტევის დროს. ტკივილი იმდენად ინტენსიური იყო, რომ დამჭირდა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. დაიწყეს ჩემი მომზადება პროცედურისთვის. დაუცებ აღმოჩნდა მოულოდნელი დეტალი. აპარატი, რომელზეც იგეგმებოდა პროცედურის ჩატარება, არ იყო გათვალისწინებული ისეთ დიდ წონაზე, როგორიც მე მქონდა. ამიტომ აუცილებელი манипуляციები ჩატარდა ძველი, უფრო რთული მეთოდით. მიჭირს ამ მომენტის დავიწყება. ჩემში თითქოს ორი როლი შეეჯახა ერთმანეთს. ერთი მხრივ ექიმი, რომელიც სიტუაციას აფასებს შიგნიდან, რომელსაც ყველა სამედიცინო დეტალი ესმის, მეორე მხრივ პაციენტი, რომელიც გაოგნებულია ასეთი მოულოდნელი და უსიამოვნო რეალობით. ნათლად დავინახე განხეთქილება სპეციალისტსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის. სპეციალისტი, რომელიც კურნავს სხვებს და ადამიანი, რომელმაც შეწყვიტა ზრუნვა საკუთარ თავზე. სწორედ მაშინ გამიჩნდა პირველი აზრი, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედება ამ წიგნს. მედიცინა წარმატებით კურნავს დაავადებებს, მაგრამ ის თითქმის არანაირ დახმარებას არ უწევს ჯანმრთელობის მართვას. თავი მერვე. დაბრუნება საკუთარ თავთან. ამ ეპიზოდის შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი – საკუთარ თავზე მუშაობა. ამ პროცესში დახმარებას მიწევდნენ სხვადასხვა მიმართულებების ექიმები. პირველი ეტაპი – ორგანიზმის მდგომარეობის ანალიზი. ჩვენ გულდასმით ვსწავლობდით მეტაბოლიზმს, ჰორმონალურ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობას, ძილის რეჟიმს, ფიზიკური აქტივობის დონეს, კვების სისტემას, სტრესის დონეს. თანდათან გაირკვა, რომ პრობლემა მდგომარეობს არა ერთ, არამედ რამდენიმე ფაქტორში, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არღვევდნენ ორგანიზმის ბალანსს. დაიწყო ხანგრძლივი მუშაობა ამ ბალანსის აღსადგენად. შეიცვალა კვება, შეიცვალა დღის რეჟიმი, ფიზიკურმა დატვირთვამ მიიღო რეგულარული სახე. ეპიზოდურად კი არ ვახდენდი ნერვული სისტემის გადატვირთვის კომპენსირებას, არამედ სტრესთან გამკლავება ცხოვრების სისტემურ ნაწილად იქცა. ამ პროცესს დასჭირდა დრო, მაგრამ ორგანიზმი თანდათან უბრუნდებოდა იმ მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ფიზიოლოგიური თანასწორობა. წონა მიკლო დაახლოებით 75 კილოგრამით, მაგრამ საქმე მარტო წონაში არ იყო. შეიცვალა ენერგია, შეიცვალა მდგომარეობა, შეიცვალა საკუთარი სხეულის შეგრძნება. ამ ყველაფრის შესახებ მე მაშინ დავწერე წიგნი, რომელსაც დავარქვი დაბრუნება საკუთარ თავთან. შემდეგ ავედი იალბუზის მწვერვალზე. ეს ასვლა ჩემთვის სპორტული მიღწევა არ ყოფილა. ის გახდა ერთგვარი სიმბოლო და მტკიცებულება. თუ დავიწყებთ ჩვენი ჯანმრთელობის რესურსების სისტემურ მართვას, აღმოჩნდება, რომ ადამიანის ორგანიზმი ფლობს იმაზე უფრო მნიშვნელოვან პოტენციალს, ვიდრე ეს ცნობილია. საკუთარ თავზე გამოვცადე, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს ეს. ვიგრძენი, რომ დავუბრუნდი საკუთარ თავს, ჩემი მაქსიმალური ფორმის მწვერვალს. ეს ყველასთვის საჭიროა, ვიფიქრე მე. და გაჩნდა იდეა, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდა კონცეფციად Health Resource Management, რომელზეც აქ ვისაუბრებთ. 1000 წლეულების განმავლობაში მედიცინა კურნავდა დაავადებებს.
მაგრამ მისი განვითარების შემდეგი ეტაპი არის ადამიანის ჯანმრთელობის რესურსების მართვა. ჩვენ ვრცლად ვისაუბრებთ თუ როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში, მაგრამ ჯერ უნდა შევჩერდეთ იმაზე, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს თანამედროვე სამყაროში. გავიგოთ, რას წარმოადგენს ჯანმრთელობის ტრადიციული მედიცინა და რა ურთიერთკავშირში არიან ისინი ამ ეტაპზე. ნაწილი მესამე. დიაგნოსტიკა. რატომ ვკარგავთ ჯანმრთელობას? თავი მეცხრე. ასფალტი ფიჭვების წინააღმდეგ. ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის ფორმირება, მილიონობით წლების განმავლობაში ხდებოდა. ორგანიზმის ყველა სისტემა, ნერვული, ჰორმონალური, იმუნური, გულ-სისხლძარღვთა ვითარდებოდა გარკვეული გარემოს პირობებში. ეს გარემო შედარებით სტაბილური იყო. ადამიანი ბუნებრივ რიტმში ცხოვრობდა. მისი დღე მზის შუქით განისაზღვრებოდა, მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო მოძრაობასთან. მისი კვება ბუნებრივ პროდუქტებზე იყო დამოკიდებული. მისი ნერვული სისტემა მოქმედებდა სტრესული სიგნალების შეზღუდული რაოდენობის პირობებში. თანამედროვე სამყაროში სამედიცინო მიღწევების წყალობით ცხოვრების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგრამ ამასთან ერთად გაჩნდა პარადოქსი. ადამიანის ცხოვრება გახანგრძლივდა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მას ჯანმრთელობის ესა თუ ის ქრონიკული დაავადება აწუხებს. ჰიპერტონია, მეტაბოლური დარღვევები, ძილის პრობლემები, ქრონიკული ანთება, ენერგიის დაქვეითება, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. უმრავლეს შემთხვევაში ეს არ არის მძიმე დაავადებები. ამას უფრო ნორმიდან გადახრები შეიძლება უწოდოთ, რომლებიც თანდათან გროვდება ორგანიზმში, შემდეგ კი იწყება ცხოვრების ხარისხის დაქვეითება. რატომ ხდება ეს? საქმე იმაშია, რომ ბოლო 100-200 წლის განმავლობაში გარემო, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, რადიკალურად შეიცვალა. ქალაქის ცხოვრებამ უამრავი ახალი ფაქტორი წარმოშვა. ხმაური, დაბინძურებული ჰაერი, ხელოვნური განათება, ძილის ბუნებრივი რიტმის დარღვევა, ფიზიკური აქტივობის დარღვევა, საინფორმაციო გადატვირთვა, ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ჩვენი პოზიციიდან იმ ადამიანებისა, ვინც ცხოვრობთ აქ და ახლა, ყველა ეს მომენტი ჩნდებოდა თანდათან, მაგრამ ბიოლოგიური თვალსაზრისით ცვლილებები ძალზე სწრაფად მოხდა. ადამიანი აღმოჩნდა ისეთ პირობებში, რომლებთანაც მისმა ორგანიზმმა ვერ მოასწრო ევოლუციური ადაპტირება. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან თითოეული ცალ-ცალკე შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთობლიობაში ისინი მუდმივ ზეწოლას ახორციელებენ ადამიანის ბიოლოგიურ სისტემაზე. ადამიანის ბიოლოგიასა და მისი ცხოვრების პირობებს შორის წარმოქმნილი განხეთქილება თანდათან იწვევს მისი ჯანმრთელობის პრობლემების დაგროვებას. თავდაპირველად თავს იჩენს ფუნქციური დარღვევები. ადამიანს უფრო ცუდად სცინავს, უფრო სწრაფად იღლება, ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, იმატებს გაღიზიანება. დროთა განმავლობაში ფუნქციური დარღვევები გადადის ორგანულ ცვლილებებში. ჩნდება ქრონიკული დაავადებები და ადამიანი მიმართავს ექიმებს. მედიცინა კურნავს დაავადებას, ჰიპერტონიას, ჰორმონალურ დისბალანსს ან გულის რიტმის დარღვევას, მაგრამ თავად ცხოვრების სისტემა, რომელმაც ის წარმოშვა, უფრო ხშირად რჩება უცვლელი. დროთა განმავლობაში კი პრობლემა მეორდება. სიტუაციას ამძიმებს სტრესი, თანამედროვე ცივილიზაციის გარდაუვალი მექსური. თავი მეათე. სტრესი. ჭუჭყი, რომელიც წყლით ვერ ჩამოირეცხება. სტრესის, როგორც გადარჩენის მექანიზმის ფორმირება, მოხდა ევოლუციის განმავლობაში. ეს არის ორგანიზმის პასუხი საფრთხეზე. მოქმედებს რეაქციების რთული სისტემა. სისხლში გამოიყოფა ჰორმონები. გულისცემა აჩქარებულია, იმატებს გლუკოზის დონე. კუნთები იღებენ დამატებით ენერგიას. ერთი სიტყვით, ორგანიზმი ემზადება მოქმედებისთვის. ამ მექანიზმს ჩვენი წინაპრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ის ეხმარებოდა ადამიანს რეალურად საშიშ სიტუაციაში, თუმცა ის გათვალისწინებულია კონკრეტულ მოკლევადიან სიტუაციებში. როგორც კი საშიშროება ქრებოდა, ორგანიზმი წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდებოდა. დღეს ადამიანს უშუალოდ ფიზიკური საშიშროება აღარ ემუქრება, მაგრამ სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ნერვული სისტემა ყოველდღიურად იღებს დაძაბულობის ათობით სიგნალს. სამუშაო ამოცანები, საინფორმაციო გადატვირთვა, სოციალური წნეხი, ფინანსური პრობლემები, ძილის რეჟიმის დარღვევა. თითოეული ეს ფაქტორი ახდენს იგივე ბიოლოგიურ მექანიზმთა აქტივირებას, რომლებიც ოდესღაც ადამიანს გადარჩენაში ეხმარებოდნენ. მაგრამ ახლა ეს მექანიზმები თითქმის უწყვეტად მუშაობენ.
სტრესული სისტემის ქრონიკული აქტივირება თანდათან იწყებს ორგანიზმის ბიოლოგიური ბალანსის ნგრევას. ამის გამო ირღვევა ძილი, ირღვევა ჰორმონალური რეგულაცია, იზრდება ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონე, იცვლება ნივთიერებათა ცვლა. დროთა განმავლობაში ქრონიკული სტრესი ხდება ბევრი თანამედროვე დაავადების ფორმირების საკვანძო ფაქტორი. სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის თუ როგორ ძლიერ გავლენას ახდენს სტრესი მათ ორგანიზმზე. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ დაღლილობა, გაღიზიანება და ძილის დარღვევა ითვლება ნორმად, მაგრამ ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს არის იმის ნიშანი, რომ ორგანიზმის მართვის სისტემა გადატვირთულია. განვმარტავ ჩემს აზრს მარტივი მეტაფორის საშუალებით. ყოველი ადამიანი ყოველდღიურად იღებს შხაპს, რომ ჩამოირეცხოს სხეულიდან ის პირობითი ჭუჭყი, რომელიც დაუგროვდა მთელი დღის განმავლობაში. ჩვენს ნერვულ სისტემაშიც ყოველდღიურად გროვდება დაძაბულობა და მას მსგავსად სხეულისა ესაჭიროება რეგულარული გაწმენდა. თუ ეს არ ხდება, სტრესი ნელ-ნელა იწყებს ჯანმრთელობის ნგრევას შიგნიდან. ამიტომ სტრესის მართვა ხდება ჯანმრთელობის თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა. Health Resource Management სისტემაში სტრესთან მუშაობა იკავებს ცენტრალურ ადგილს. თავი მე-11. ჯანმრთელობის ლაბირინთი. დღეს ჯანმრთელობის თემის ირგვლივ უამრავი ცნება არსებობს. ზოგჯერ ისინი სინონიმებად აღიქმება. სინამდვილეში კი მათ შორის განსხვავებები შესამჩნევია. რომ მივხვდეთ თუ რას წარმოადგენს Health Resource Management-ი, მნიშვნელოვანია გავარკვეთ კოორდინატთა ამ სისტემაში. სამედიცინო კლინიკა. ეს არის არსებული მედიცინის საფუძველი. კლინიკა აქტიურ მუშაობას იწყებს მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა უკვე სახეზეა. მისი ძირითადი ამოცანებია დიაგნოსტირება, მკურნალობა, პროფილაქტიკა, რეაბილიტაცია. კლინიკური მედიცინის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ჯანდაცვის წარმოდგენა, მაგრამ მისი მთავარი ფოკუსი პათოლოგიაა. სანატორიუმი. ეს არის ჯანმრთელობის აღდგენის სისტემა ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებით. მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი, კლიმატი. სანატორიუმების და საკურორტო კომპლექსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პროფილაქტიკური მედიცინის განვითარებაში, მაგრამ მათი პროგრამები უფრო ხშირად აგებულია ცალკეული ამოცანებისა და არა ჯანმრთელობის სისტემური მართვის გარშემო. სპა. სპა ცენტრები პირველ რიგში ორიენტირებულია რელაქსზე და დასვენებაზე. მასაჟები, წყლის პროცედურები, რელაქსაცია. ეს არის ძალების აღდგენის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში სპა ცენტრები, თუმცა მათ ზოგჯერ სპა კლინიკებსაც უწოდებენ, არ არიან დაკავშირებული სამედიცინო დიაგნოსტირებასთან და ჯანმრთელობის სისტემურ მართვასთან. ველნესი. კონცეფცია ველნეს გაჩნდა როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეა. მასში შედის მოძრაობა, კვება, მუშაობისა და დასვენების ბალანსი, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება, მაგრამ ის არ ეფუძნება სამედიცინო დიაგნოსტირებას. ბიოჰაკინგი. თვით სახელწოდება უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ორიენტირებულია ორგანიზმის ბიოლოგიური პარამეტრების გატეხვაზე მთელი სისტემის მთლიანობის ფაქტორთა გათვალისწინების გარეშე. ლონჯევიტი. ლონჯევიტი მიმართულია სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ის სწავლობს დაბერების მექანიზმებს, ეძებს მათი შენელების საშუალებებს. ეს არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო სფერო. მისი მთავარი კითხვაა, როგორ ვიცოცხლოთ უფრო ხანგრძლივად. ამასთან ერთად ცხოვრების ხარისხის ფაქტორი შეიძლება ყურადღების ფოკუსის გარეთ აღმოჩნდეს. ჯანმრთელობის რესურსების მართვა. Health Resource Management-ი პასუხობს სხვა კითხვას. როგორ ვმართოთ ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც სისტემა? HRM-ი არ უპირისპირდება მედიცინას. ის არ უარყოფს პროფილაქტიკას. უარს არ ამბობს ველნესზე ან ლონჯივიტიზე. პირიქით, ის აერთიანებს ყველა ამ მიმართულებას ერთიან სისტემაში, რომლის ცენტრში ადამიანის ჯანმრთელობის რესურსების მართვაა. Health Resource Management-ი ეს არის მეტასისტემა, რომელიც აერთიანებს ჯანმრთელობის მართვის ერთიან მოდელში მედიცინას მთელი მისი ქვეგანაყოფებით, ცხოვრების წესსა და ბუნებრივ ფაქტორებს. ნაწილი მეოთხე. ახალი მედიცინა, HRM-ი. თავი მე-12. ჯანმრთელობა დაავადებების არქონას არ ნიშნავს.
რატომ გაჩნდა აუცილებლობა იმისა, რომ სხვაგვარად შევხედოთ ჯანმრთელობას? როგორც ადრე ვწერდი, ჯანმრთელი ადამიანი არა მარტო დაავადებათა არ ქონას ნიშნავს. შეიძლება სერიოზული დიაგნოზი არ ქონდეს, მაგრამ ადამიანი გრძნობდეს ქრონიკულ დაღლილობას, ძილის დარღვევას, ენერგიის დაქვეითებას და ცხოვრების ხარისხის თანდათანობით გაუარესებას. ეს ყველაფერი ხშირად არ შედის დაავადებათა კლასიკურ სამედიცინო კლასიფიკაციებში, მაგრამ სწორედ მათგან თანდათანობით ყალიბდება მრავალი დაავადებათა ფორმირების საფუძველი. HRM-ი განიხილავს ჯანმრთელობას როგორც ბიოლოგიური რესურსების სისტემას, რომლებიც იმთავითვე ჩადებულია ყოველ ადამიანში. ამ რესურსებს შესაძლებელია მივაკუთვნოთ ორგანიზმის ენერგია, ადაპტაციის შესაძლებლობები, იმუნური მდგომარეობა, ფსიქოემოციური ბალანსი, მეტაბოლური სტაბილურობა, აღდგენის უნარი. ეს რესურსები არ არის მუდმივი. ისინი შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება შესუსტდეს, შეიძლება თანდათან ამოიწუროს. ამიტომ აუცილებელია ამ სისტემის მართვა. სწორედ ამაში მდგომარეობს კონცეფციის Health Resource Management-ის არსი. HRM-ი განიხილავს ადამიანის ჯანმრთელობას როგორც რთულ ბიოლოგიურ სისტემას, რომელიც მოითხოვს დაკვირვებას, ანალიზს, რეგულირებას, აღდგენას, ბალანსის შენარჩუნებას. გავიმეორებ, HRM-ი არ ეწინააღმდეგება თანამედროვე მედიცინას. HRM-ი ეყრდნობა მის მიღწევებს, მაგრამ აფართოვებს მის ფოკუსს. თუ ტრადიციული მედიცინა მიმართულია პათოლოგიაზე, HRM-ი ორგანიზმის მდგრადობასა და რესურსებზე. ამიტომ HRM-ი შეიცავს არა მარტო მკურნალობას, არამედ პროფილაქტიკას, რეაბილიტაციას, აღდგენას, ცხოვრების წესის რეგულირებას, ბიოლოგიური რიტმების აღდგენას, სტრესის მართვას, ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებას. ყველა ეს ელემენტი ერთიანდება ჯანმრთელობის მართვის ერთიან სისტემაში, მაგრამ სისტემის სამართავად აუცილებელია მისი სტრუქტურის ცოდნა. ამიტომ შემდეგი კითხვა ჟღერს ასე: რა ფაქტორებისგან შედგება ადამიანის ჯანმრთელობა? თავი მე-13. შენი სახლის 3 ვეშაპი. როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ მისი ფორმირება მრავალი ფაქტორის გავლენით ხდება. მათი ნაწილი ადამიანში გენეტიკურად დევს, მეორე ნაწილის ფორმირება კი დროთა განმავლობაში მიმდინარეობს, მესამე ნაწილი მის პირად გადაწყვეტილებებზე და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. სისტემაში Health Resource Management ჯანმრთელობა განიხილება როგორც ფაქტორების 3 ჯგუფის ურთიერთქმედების შედეგი. პირველი ჯგუფი მემკვიდრეობითი ფაქტორები. მას მიეკუთვნება ადამიანის გენეტიკური ფაქტორები, რომელთა ფორმირება ხდება ჩასახვის მომენტში და მთელი ცხოვრების განმავლობაში სდევს მას. გენეტიკა გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებზე, დაავადებებისკენ მიდრეკილებებზე, სტრესის დროს ორგანიზმის რეაქციაზე, დაბერების სისწრაფეზე, იმუნური სისტემის მუშაობაზე. თანამედროვე მეცნიერება გენეტიკის როლს უფრო აფასებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ერთი პრინციპული რამ. გენეტიკა ქმნის მიდრეკილებებს, მაგრამ ის არ არის აბსოლუტური განაჩენი. ის თუ როგორ ვლინდება გენეტიკური თავისებურებები, ბევრად არის დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე. მეორე ჯგუფი შეძენილი ფაქტორები. ეს არის ყველაფერი, რაც ადამიანის ორგანიზმს ემართება ცხოვრების განმავლობაში. გადატანილი დაავადებები, ტრავმები, ინფექციები, ქრონიკული ანთებითი პროცესები, ეკოლოგიური ზემოქმედება, ტოქსიკური ზემოქმედება. ყველა ეს გარემოება თანდათან ცვლის ადამიანის ბიოლოგიური სისტემის მდგომარეობას. ფაქტორების მესამე ჯგუფი ქცევითი. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად იღებს. კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი, მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, სტრესის მართვა, დამოკიდებულება საკუთარ ჯანმრთელობასთან. ამაში ეკოლოგიური პირობებიც კი შედის, რომლებსაც ადამიანი თავისი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ირჩევს. ყველაზე ეფექტურ შედეგებს ვიღებთ სწორედ ქცევითი ფაქტორების მართვისას. ამიტომ სისტემაში Health Resource Management ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ. ჯანმრთელობის მართვაში კი პრიორიტეტული ინსტრუმენტები ხდებიან, თუმცა უნდა გვესმოდეს, ჯანმრთელობა არის ფაქტორების 3-ვე ჯგუფის ურთიერთქმედების შედეგი. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მართვა სისტემურ მიდგომას მოითხოვს. აღნიშნული გავლენის ფაქტორები მხოლოდ სისტემის ნაწილია. მათ სამართავად აუცილებელია ინსტრუმენტები. სწორედ მათზე გვექნება საუბარი შემდეგ თავში.
თავი მე-14. ინსტრუმენტების 3 ყუთი. თუ ადამიანის ჯანმრთელობას განვიხილავთ როგორც რესურსების სისტემას, ჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორ უნდა ვმართოთ ეს რესურსები. სისტემაში Health Resource Management გამოყენებულია ინსტრუმენტთა რამდენიმე ჯგუფი. მათი საშუალებით ხდება ორგანიზმის მდგომარეობაზე დაკვირვება, ადამიანის ბიოლოგიური სისტემის მდგრადობის გაძლიერების ხელშეწყობა და წარმოქმნილი დარღვევების კორექცია. რა იგულისხმება ამაში? ინსტრუმენტთა პირველი ჯგუფი სამედიცინო. არაერთხელ მithქვამს, რომ თანამედროვე მედიცინამ მიაღწია უდიდეს წარმატებას დაავადებათა მკურნალობის მხრივ. თუმცა სისტემაში Health Resource Management მედიცინა მარტო ამ მიზნით არ გამოიყენება. ის ხდება ორგანიზმის მდგომარეობის დაკვირვებისა და მისი რესურსების მართვის ინსტრუმენტი. დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები ისეთი პროცესების დანახვის საშუალებას იძლევა, რომლებიც ორგანიზმში იმაზე ბევრად ადრე მიმდინარეობს, ვიდრე ისინი დაავადებად გადაიქცევიან. მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ხარვეზები ნერვული სისტემის მუშაობაში, ორგანიზმში ანთებითი პროცესების არსებობა, ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების დაქვეითება. სწორედ ამ ეტაპზე მედიცინა იწყებს თავისი ახალი ფუნქციის შესრულებას, რაც გულისხმობს არა დაავადების მკურნალობას, არამედ ადამიანის ბიოლოგიური სისტემის მდგომარეობის მართვას. ამიტომ ჯანმრთელობის მართვის სისტემაში პირველ რიგში გამოიყენება ის სამედიცინო ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის მდგომარეობაზე დაკვირვებას, შესაძლო ფუნქციური დარღვევების გამოვლენას, ფიზიოლოგიური პროცესების კორექციას, ბიოლოგიური სისტემების სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ ამოცანების რეალიზება ხდება ლაბორატორიული დიაგნოსტირებით, ფუნქციონალური კვლევებით, ფიზიოთერაპიის მეთოდებით, აღდგენითი სამედიცინო პროცედურებით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფიზიოთერაპიულ მეთოდებს. მათ მიეკუთვნება პროცედურები, რომლებიც დღესდღეობით ხშირად აღიქმება როგორც სპა ინდუსტრია, თუმცა თავისი ბუნებით ისინი წარმოადგენენ სამედიცინო ინსტრუმენტებს, რომლებიც მოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე. ეს არის მასაჟი, თბური პროცედურები, საუნები და აბანოები, ჰიდროთერაპია, სხვა ფიზიოთერაპიულ ტექნოლოგიებთან ერთად. ყველა ეს მეთოდი წარმოადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიური სტიმულაციის ფორმებს. ისინი გავლენას ახდენენ სისხლის მიმოქცევაზე, ლიმფურ სისტემაზე, კუნთოვან დაძაბულობაზე, ნერვული სისტემის მუშაობაზე, ქსოვილთა აღდგენის პროცესებზე. ამ პროცედურებით ცალკეული დაავადება არ იკურნება, მაგრამ ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის ფუნქციური წონასწორობის აღდგენას და მისი ადაპტაციური შესაძლებლობების შენარჩუნებას. ამრიგად მედიცინა იქცა დაკვირვების, რეგულირებისა და ადამიანის ბიოლოგიური რესურსების შენარჩუნების ინსტრუმენტად. ინსტრუმენტთა მეორე ჯგუფია ქცევითი. როგორც გახსოვთ, წინა თავში ეს ინსტრუმენტი იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტორების რიცხვში დავასახელე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანმრთელობაზე. აქ მართვის პულტი მთლიანად თქვენს ხელშია. ეს ხომ თქვენი ცხოვრების წესი, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია. საკმარისია შეიცვალოს კვების სისტემა, ძილის რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, ისწავლოთ სტრესთან გამკლავება და თქვენ იგრძნობთ, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ინსტრუმენტი. ხშირ შემთხვევებში სწორედ ცხოვრების წესის შეცვლა ხელს უწყობს დარღვეული ბალანსის აღდგენას. ინსტრუმენტთა მესამე ჯგუფი ბუნებრივი. მილიონობით წლის განმავლობაში ჰაერი, მზის სინათლე, წყალი, მცენარეული გარემო და კლიმატი აყალიბებდნენ რეგულირების მექანიზმებს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც არსებობდა მჭიდრო კავშირში ბუნებრივ გარემოსთან. დღესდღეობით დროის უმეტეს ნაწილს ადამიანები დახურულ სივრცეში, ხელოვნური განათებისა და მუდმივი ინფორმაციული დატვირთვის პირობებში ატარებენ. თანამედროვე ცხოვრების წესი სულ უფრო აშორებს ადამიანს მისთვის ბუნებრივ გარემოს. ამიტომ ჯანმრთელობის რესურსების მართვის სისტემაში ბუნებრივი გარემო განიხილება როგორც მნიშვნელოვანი აღმდგენი ინსტრუმენტი. სუფთა ჰაერი, ბუნებრივი განათება, ბუნებასთან კონტაქტი, კლიმატური პირობები, მოძრაობა ბუნებრივ გარემოში. ეს ფაქტორები რბილად, მაგრამ სისტემურად ახდენენ გავლენას ორგანიზმის რეგულირების ფუნდამენტურ მექანიზმებზე. სისტემური მიდგომა. ყოველი ეს ჯგუფი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი ჩანს მაშინ, როდესაც ისინი სისტემაში იწყებენ მუშაობას.
მედიცინა ეხმარება დაკვირვებაში ორგანიზმის მდგომარეობაზე და ნაადრევი დარღვევების გამოვლენაში. ცხოვრების წესის შეცვლა ნელ-ნელა აღადგენს ბიოლოგიურ ბალანსს. ბუნებრივი გარემო აძლიერებს ორგანიზმის თვითრეგულაციის უნარს. როდესაც ინსტრუმენტთა ეს სამი ჯგუფი ერთიანდება, ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მუშაობაში ახალი მოდელი იქმნება. ამ მიდგომის ცალკეულ ელემენტთა გამოყენების მცდელობები ადრეც აღინიშნებოდა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ველნეს კურორტებზე, სპა ცენტრებსა და სანატორიუმებზე, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრები არიან. იქ რეალიზებული პროგრამები ადამიანს ეხმარება აღდგენაში, სტრესის შემცირებაში და ჯანმრთელობის დროებით გაუმჯობესებაში. ეს რა თქმა უნდა უკეთესია, ვიდრე სრული უყურადღებობა ჯანმრთელობის მიმართ. თუმცა ყველა ეს პროგრამა არსებობს ცალ-ცალკე. სადაც ბუნებრივი ფაქტორებია, იქ სამედიცინო დაკვირვება არ არის. სადაც სამედიცინო პროცედურების პაკეტს გთავაზობენ, იქ არ არის ცხოვრების წესზე და გარემოსთან მიმართებით სისტემური მუშაობა. სადაც გამოიყენება აღდგენითი პრაქტიკა, იქ არ არის საერთო სამედიცინო ლოგიკა. ამასობაში, როდესაც შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიები, ქცევითი ცვლილებები და ბუნებრივი ფაქტორები ერთიანდება სისტემაში, იქმნება ეფექტი, რომელიც ფიზიკაში რეზონანსის მსგავსია. შედეგიანობა მკვეთრად იზრდება. სწორედ ასეთი ინტეგრაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა პრაქტიკულ მედიცინაში დიდი ხნის განმავლობაში. ამის გააზრებამ გამოიწვია ახალი მიმართულების, სამედიცინო ველნესის შექმნა. თავი მე-15. სამედიცინო ველნესი. ჯანმრთელობის მართვის ახალი მოდელი. სამედიცინო ველნესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია ორგანიზმის ფუნქციონალური რესურსების შენარჩუნებასა და აღდგენაზე და მისი თვითრეგულაციის უნარზე. შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას, სამედიცინო ველნესი ქმნის პირობებს, სადაც ორგანიზმი შეწყვეტს იმ დარღვევების გამრავლებას, რომლებსაც დროთა განმავლობაში ორგანიზმი დაავადებამდე მიჰყავთ, მაგრამ ამით მისი როლი არ შემოიფარგლება. სამედიცინო ველნესი დაკავებულია ადამიანის ბიოლოგიური სისტემის დაშენებით, მისი ბიოლოგიური სახლის კალიბრაციით, მართვის შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიების, ცხოვრების წესის, ბუნებრივი გარემოს, როგორც აღდგენის ინსტრუმენტის გამოყენებით. ადამიანის ბიოლოგიური სახლი. შეგახსენებთ, ორგანიზმი ადამიანის ბიოლოგიური სახლია. პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც საუბარია რეალურ საცხოვრებელ ადგილზე, პატრონი ცდილობს დაიცვას იქ სისუფთავე, სილამაზე და წესრიგი. თუ ის სხვაგან გადასახლდება, იქაც იგივეს აგრძელებს. მაგრამ იმ ერთადერთ სახლზე, სადაც ის მთელ ცხოვრებას ატარებს, ზრუნავს გაცილებით უფრო იშვიათად და უსისტემოდ. სამედიცინო ველნესი ქმნის გარემოს, რომელშიც ადამიანი იწყებს ამ სახლის გააზრებულ მართვას. და არა მაშინ, როდესაც ის უკვე დანგრეულია, არამედ ბევრად უფრო ადრე, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი სიმტკიცის, სიმყარისა და რესურსის შენარჩუნება. ჯანმრთელობის მართვის ორი მოდელი. დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემაში თანდათანობით ხდება ადამიანის ჯანმრთელობის მართვის ორი მოდელის ფორმირება. პირველი ოჯახური მედიცინა, პირადი ექიმი, მეორე სამედიცინო ველნესი. ორივე სისტემა მნიშვნელოვანია და ემსახურება სხვადასხვა ამოცანის გადაჭრას. ოჯახური მედიცინა. ოჯახური მედიცინა ჯანდაცვის კლინიკური სისტემის ნაწილია. მისი ამოცანაა დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და შექმნილი პრობლემების მკურნალობა. მისი ძლიერი მხარეებია: ხელმისაწვდომობა, უწყვეტი დაკვირვება, ადრეული დიაგნოსტირება, პაციენტის მეგზურობა კლინიკურ სისტემაში. მაგრამ მისი მუშაობა ყოველთვის რჩება კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, დაავადებებისა და სამედიცინო მდგომარეობების გარშემო. სამედიცინო ველნესი. სამედიცინო ველნესი სხვა ლოგიკას ეფუძნება. მისი ამოცანაა ადამიანის ჯანმრთელობის რესურსების მართვა დაავადების წარმოქმნამდე და აქედან გამომდინარე მისი წარმოქმნის რისკების გამოვლენა. მასში განიხილება არა იმდენად ჩივილები და დიაგნოზები, რამდენადაც ორგანიზმის მდგრადობა. შეგახსენებთ, სამედიცინო ველნესში გაერთიანებულია სამედიცინო დაკვირვება, ცხოვრების წესის კორექცია, აღდგენითი ფიზიოლოგიური მეთოდები, ბუნებრივი ფაქტორები. ამის გამო სამუშაო ტარდება არა მარტო კლინიკურ სიბრტყეში, არამედ ბუნებრივი გარემოს, ორგანიზმის რიტმების, ადაპტაციისა და ბიოლოგიური რეზერვის სივრცეში.
სამედიცინო ველნესი ერთ-ერთი პირველი მოდელია, რომელიც მედიცინის ახალი ერის ზღურბლზე აღმოჩნდა. მედიცინისა, რომელიც არა მარტო ეხმარება ადამიანს დაავადების დამარცხებაში, არამედ ხედავს პრიორიტეტულ ამოცანას მისი ჯანმრთელობის რესურსების მართვაში. თავი მე-16. ბიოკლიმატი, ბუნების მიერ შექმნილი წამალი, ბუნებრივი ფაქტორები, როგორც სამედიცინო ინსტრუმენტი. სამედიცინო ველნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა ბუნებრივი ფაქტორების მედიცინაში დაბრუნება დიდი ხნის განმავლობაში კლინიკური აზროვნების პერიფერიაზე განიხილებოდა. ჩემ მიერ უკვე ხსენებული სანატორიუმის მედიცინა, კურორტოლოგია, ბალნეოლოგია მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჯანმრთელობის აღსადგენად იყენებდნენ მინერალურ წყლებს, სამკურნალო ტალახს და კლიმატურ პირობებს. თუმცა ბუნებრივი გარემო არასდროს გამოიყენებოდა როგორც ჯანმრთელობის მართვის სრულყოფილი ინსტრუმენტი, არამედ გამოიყენებოდა როგორც ცალკეული ელემენტები სამედიცინო მკურნალობასთან ერთად. სულ ტყუილად. როგორც ადრე აღვნიშნე, კაცობრიობის ევოლუციის განმავლობაში ძირითადად სწორედ ბუნებრივი გარემო განსაზღვრავდა ადამიანის არსებობის პირობებს და აყალიბებდა მისი ადაპტირების უნარს. ეს კი ნიშნავს, რომ ის უფრო ღრმად ახდენს ორგანიზმზე გავლენას, ვიდრე ეს მიიჩნევა ტრადიციულ კლინიკურ მედიცინაში. აქედან გამომდინარე, ადამიანი თავისი არსით თავად არის ბიოლოგიური სისტემა და ამავდროულად ის წარმოადგენს უფრო ფართო ბიოლოგიური სისტემის ნაწილს. ასე იქმნება ბიოკლიმატის ცნება. ბიოკლიმატი როგორც ფიზიოლოგიური გარემო. ბიოკლიმატი არის ბუნებრივი პირობების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამ პირობებს განეკუთვნება ჰაერის ხარისხი, მზის შუქი, ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, სიმაღლე ზღვის დონიდან მცენარეული გარემო. ყველა ეს პირობა ორგანიზმზე გავლენის ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტულად, სუფთა ჰაერი გავლენას ახდენს ჟანგბადის ცვლაზე. მზის შუქი არეგულირებს ჰორმონალურ პროცესებს და ბიორითმებს. ტემპერატურული რყევები ადაპტაციური მექანიზმების სტიმულირებას ახდენენ. ტყის გარემო აქვეითებს სტრესის დონეს და გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს თანდათან, დღე და ღამე, ყოველ წუთს. ნელ-ნელა ორგანიზმი მისთვის ბუნებრივ გარემოს უბრუნდება. ხდება ბიოლოგიური წონასწორობის აღდგენა. ჯანმრთელობა ყველა დონეზე უმჯობესდება. ბიოკლიმატი და ადაპტირების მექანიზმი. ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ადაპტირების რთული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეეგუოს გარემოს ცვლილებებს. როდესაც ადამიანი ცხოვრობს ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, ადაპტირების მექანიზმები მოქმედებენ რბილად და მყარად. როდესაც გარემო უფრო ხელოვნური ან გადატვირთული ხდება, ადაპტირების სისტემა უფრო დაძაბულ მუშაობას იწყებს. წინა თავებში მე ვწერდი, თანამედროვე ქალაქის ცხოვრება ორგანიზმის დატვირთვის ახალ ფაქტორებს შეიცავს. ჰაერის დაბინძურება, ბუნებრივი განათების დეფიციტი, ძილის ბუნებრივი რიტმების დარღვევა, მუდმივი ინფორმაციული გადატვირთვა. დროთა განმავლობაში ამ ფაქტორებმა შესაძლებელია დააქვეითონ ორგანიზმის მდგრადობა და გამოფიტონ მისი ადაპტირების რესურსები. აშკარაა, რომ ადამიანის კონტაქტი ბუნებრივ გარემოსთან ჯანმრთელობის შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტი ხდება. გარემო როგორც სამედიცინო სისტემის ნაწილი. სამედიცინო ველნესის სისტემაში ბუნებრივი ფაქტორები განიხილება არა როგორც ფონი დასვენებისთვის, არამედ როგორც ორგანიზმის აღდგენის სამედიცინო სისტემის ნაწილი. ბიოკლიმატური გარემო რბილად მოქმედებს ორგანიზმის რამდენიმე სისტემაზე ერთდროულად: ნერვულ სისტემაზე, ჰორმონალურ რეგულირებაზე, ძილზე, ნივთიერებათა ცვლაზე, იმუნურ სისტემაზე, ადაპტაციის მექანიზმებზე. წამლების ამ პროცედურების წერტილოვანი ზემოქმედებისგან განსხვავებით, ბუნებრივი გარემო მოქმედებს კომპლექსურად. მასში შედის კლიმატი, ლანდშაფტი, ჰაერი, მცენარეები. ასე ხდება მედიცინის ახალი ინფრასტრუქტურის ფორმირება, სივრცის, სადაც ბიოკლიმატური გარემო ჯანმრთელობის რესურსების კალიბრაციის შეუცვლელი ბუნებრივი ცენტრია. თუმცა ამ გარემოს ეფექტურობა დამოკიდებულია არა მარტო ბუნებრივ პირობებზე. არანაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჯანმრთელობის დამოკიდებულების კულტურა და მკურნალობის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა ამა თუ იმ ადგილას. მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში ეს ტრადიციები 1000 წლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოა. ის თუ როგორ ჩამოყალიბდა ჯანმრთელობის აღდგენის განსაკუთრებული მიდგომა, ამ ქვეყნის ბუნებრივი გარემოსა და კულტურული ტრადიციების წყალობით, ვისაუბრებთ შემდეგ თავში. ნაწილი მეხუთე. მკურნალობის კოდი. თავი მე-17. მკურნალობის კოდი. საქართველო. როდესაც ჩვენ ჯანმრთელობის ბუნებრივ ფაქტორებზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, ძირითადად ბუნება ადამიანზე კულტურასთან ერთად მოქმედებს. ათასწლეულების განმავლობაში ხალხი სწავლობდა გარკვეულ ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას, აკვირდებოდა მის გავლენას ორგანიზმზე და თაობიდან თაობებს გადასცემდა ცოდნას ჯანმრთელობის აღდგენის შესახებ. ასეთ თანდათანობით ჩამოყალიბდა მკურნალობის განსაკუთრებული კოდები, კულტურული ტრადიციები, რომლებშიც ბუნებრივი პირობები ერწყმოდა ადამიანის საექიმო გამოცდილებას. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამ ტრადიციების ფორმირება სხვადასხვანაირად ხდებოდა. მაგრამ არის ადგილები, სადაც ბუნების, ისტორიისა და კულტურის შერწყმა განსაკუთრებით ხელსაყრელ გარემოს ქმნის ამ ცოდნის ფორმირებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის საქართველო. მიწა ზღვებსა და მთებს შორის. საქართველო განლაგებულია უნიკალურ ბუნებრივ ზონაში. ერთი მხრიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, მეორედან კასპიის აუზი. ჩრდილოეთიდან ქვეყანას კავკასიონის ქედი იცავს, სამხრეთიდან მას აკრავს მცირე კავკასიონის მთათა სისტემა. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს ბუნებრივი ფაქტორების იშვიათ შერწყმას. ქვეყნის შედარებით პატარა ტერიტორიაზე თან არსებობენ მკვეთრად განსხვავებული კლიმატური და მაღალი ზონები. უფრო მშრალი აღმოსავლური ლანდშაფტებიდან დასავლეთის ნოტიო სუბტროპიკულ მთიან და ტყიან ეკოსისტემამდე, აგრეთვე მაღალმთიან ალპურ ზონამდე. ბუნებრივი კონტრასტების მსგავსი სიმჭიდროვე ძალზე იშვიათია. სწორედ ამიტომ კავკასია, რომლის ნაწილია საქართველო, სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება როგორც ერთ-ერთი biodiversity hotspot, რეგიონი ბიოლოგიური მრავალფეროვნების იშვიათად მაღალი დონით. აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის სიტყვებით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ზღვებს შორის და გარშემო კავკასიონის შედარებით ახალგაზრდა მთათა სისტემა ქმნის ბუნებრივი გარემოს განსაკუთრებულ ბიოაქტივობას. ახალგაზრდა მთათა სისტემა გავლენას ახდენს ნიადაგის სტრუქტურაზე, ჰიდროლოგიასა და ეკოსისტემათა მრავალფეროვნებაზე. თავის მხრივ, ეს აისახება მცენარეთა შემადგენლობაზე და მათ ბიოქიმიურ თავისებურებებზე. საქართველოს შეიძლება ვუწოდოთ ერთგვარი ბიოაქტივობის ბუნებრივი ლაბორატორია. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ადასტურებს ამ თეზისს, არის ყურძენი და ღვინო. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, კლიმატი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დამწიფების პირობები და ტერუარის, ზრდის გემო თავისებურებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფენოლური ნაერთების დაგროვებაზე და ყურძნის ანტიოქსიდანტურ აქტივობაზე. შედარებით კვლევებში ჩანს, რომ ზოგიერთი ქართული წითელი ღვინო ახდენს უფრო მაღალი total phenolic content-ის ანტიოქსიდანტ კაპასიტის დემონსტრირებას ცენტრალური და დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ნიმუშებთან შედარებით. ამ მონაცემთა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები აღენიშნება საფერავის ჯიშს. ეს განსხვავებები მხოლოდ კლიმატით ვერ აიხსნება. მათზე ერთდროულად მოქმედებს ჯიში, ნიადაგი, ზრდის ადგილის სიმაღლე და ვინიფიკაციის ტექნოლოგია ქვევრში ფერმენტაციის ტრადიციული კახური მეთოდის ჩათვლით. ლეგენდა მედეაზე. საქართველოში მკურნალობის კულტურას უძველეს დროში აქვს გადგმული ფესვები. ანტიკურ მითოლოგიაში სწორედ ამ მიწას იცნობდნენ კოლხეთის სახელწოდებით, სადაც ლეგენდარული მედეა ცხოვრობდა. ძველ ბერძნულ წყაროებში მედეა წარმოდგენილია არა მარტო მითოლოგიურ პერსონაჟად, არამედ როგორც სამკურნალო მცენარეების შესახებ ცოდნის მატარებელი. ლეგენდები მოგვითხრობს მედეას ბაღების შესახებ, სადაც იზრდებოდა მცენარეები სამკურნალო თვისებებით. ისტორიული თვალსაზრისით, ეს მითოსები ასახავენ უძველესი სამყაროს წარმოდგენებს კოლხეთის შესახებ, სადაც ფართოდ იყო გავრცელებული ცოდნა სამკურნალო ბალახებზე და აღდგენის ბუნებრივ მეთოდებზე. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონის კულტურულ მეხსიერებაში მედიცინა იწყება მედეას სახით, რომელიც არის მკურნალობის ბუნებრივი ძალების შესახებ ცოდნის სიმბოლო. მკურნალთა ქვეყანა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ტრადიციები აისახებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შენარჩუნებულია საოცარი თავისებურება. პრაქტიკულად ყოველ სოფელში შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელსაც აქვს ცოდნა სამკურნალო მცენარეებზე, ბუნებრივ საშუალებებზე და ჯანმრთელობის აღდგენის მეთოდებზე. ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ სამკურნალო ბალახების მცოდნეები, ექიმბაშები, ადამიანები, რომლებიც რეცეპტებს და მკურნალობის პრაქტიკას თაობებს გადასცემდნენ. ეს ცოდნა არსებობდა არა როგორც იშვიათი და ეგზოტიკური მოვლენა, არამედ როგორც ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ საქართველოს გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება მკურნალთა ქვეყანა ეწოდოს. ეს არის ამ მიწის კიდევ ერთი კულტურული კოდი. პატივისცემა ექიმის პროფესიისადმი. ხალხური მკურნალობის ტრადიციებმა თანდათან ჩამოაყალიბა განსაკუთრებული დამოკიდებულება სამედიცინო პროფესიისადმი. საბჭოთა პერიოდში ეს გამოვლინდა როგორც საინტერესო თავისებურება. საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტებში ჩასაბარებლად კონკურსი ყოველთვის ძალიან მაღალი იყო. უფრო მაღალი ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა სამედიცინო უმაღლეს სასწავლებლებში. ექიმის პროფესია დიდი პატივისცემით სარგებლობდა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ცდილობდა დაეკავშირებინა თავისი ცხოვრება მედიცინისთვის და მეცნიერებისთვის. დღესდღეობით ეს ტენდენცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა შეადგენს 3 მილიონამდე ადამიანს, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შორის არის ბევრი ცნობილი ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ. ესეც კიდევ ერთი გამოვლინებაა იგივე კულტურული კოდისა. სტუმარი ღვთისაა. არსებობს ქართული კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ჯანმრთელობის თემასთან პირდაპირი კავშირი აქვს. ეს არის სტუმრისადმი დამოკიდებულება. ქართულ ტრადიციაში არსებობს უძველესი ფორმულა: სტუმარი ღვთისაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც სახლში მოდის, აღიქმება არა როგორც შემთხვევითი მნახველი, არამედ ის, ვის მიმართაც აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ზრუნვა, ყურადღება და პატივისცემა. ჯანმრთელობის აღდგენის კონტექსტში ეს კულტურული პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ზრუნვა ადამიანზე, მის კომფორტზე, ემოციურ მდგომარეობასა და მის ირგვლივ ატმოსფეროზე აღდგენის პროცესის ნაწილი ხდება. განკურნების კოდი. როდესაც ბუნებრივი გარემო, მკურნალობის ტრადიციები, პატივისცემა ექიმის პროფესიისადმი და სტუმართმოყვარეობის კულტურა ერთიანდება, იქმნება განსაკუთრებული კულტურული სივრცე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის განკურნების კოდი. ის არა მარტო კლიმატს და მცენარეებს გულისხმობს, არამედ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, ურთიერთდახმარებას და ადამიანის აღდგენის შესახებ იდეის მიმღებლობას. სწორედ ასეთი ბუნებრივი და კულტურული კოდი ჩამოყალიბდა ამ მიწაზე. ის თუ როგორი პრაქტიკული ასახვა პოვა ამ კოდმა კონკრეტულ ადგილზე, ვისაუბრებთ შემდეგ თავში. ნაწილი მეოთხე. ცოცხალი განხორციელება. თავი მე-18. ბიოლი. ადგილი, სადაც მე ვცხოვრობ. იმ იდეამ, რომ ბუნებრივი გარემო შეიძლება გახდეს ადამიანის ჯანმრთელობის მართვის სისტემის ნაწილი, თანდათან მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ უნდა შეიქმნას სივრცე, სადაც ეს კონცეფცია პრაქტიკულად რეალიზდებოდა. ასე გაჩნდა სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი. ის განლაგებულია თბილისის თავზე, მთაში, ტყის ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1150-1200 მეტრ სიმაღლეზე. აქ მთის ბუნება, არქიტექტურა და სამედიცინო ფილოსოფია აღდგენის ერთიან სისტემაში ერთიანდება. ამ სივრცეს საფუძვლად უდევს კონცეფცია Health Resource Management, ჯანდაცვის რესურსების მართვა. ის გამომდინარეობს მარტივი იდეიდან. ადამიანის ჯანმრთელობა განისაზღვრება არა მარტო სამედიცინო პროცედურებით და ცხოვრების წესით, არამედ გარემოთიც, სადაც მისი ორგანიზმი ეფექტურად ფუნქციონირებს. ამიტომ ბიოლის შექმნის დროს იგულისხმებოდა არა მარტო კურორტის ან დასასვენებელი ადგილის დანიშნულება. ის ჩაფიქრებული იყო როგორც სივრცე, სადაც ბუნებრივი ფაქტორები, არქიტექტურა და სამედიცინო ცოდნა მუშაობს ერთობაში. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს საკუთარი აღდგენითი მექანიზმების ჩართვაში. ბიოლი, სივრცე, სადაც ბუნება მედიცინის ნაწილი ხდება. როდესაც ადამიანი პირველად აღმოჩნდება აქ, თავიდან ვერ ხსნის, თუ რა შეიცვალა მის მდგომარეობაში. ჯერ ეს თითქმის შეუმჩნეველია, სუნთქვა უფრო ღრმა ხდება, ნაბიჯი ნელი, ქალაქიდან გამოყოლილი დაძაბულობა თანდათან იკლებს.
ცოტა ხნის მერე ადამიანი უკვე ამჩნევს ტყის სიჩუმეს, ხეებში ჰაერის მოძრაობას და მშვიდ, ციურ ნათებას მთებში. ორგანიზმი უბრუნდება პირობებს, რომლებთანაც ის ადაპტირებული იყო მისი ევოლუციის 1000 წლეულების განმავლობაში. მთის პლატო ბიოლი. კომპლექსის ტერიტორია, ფართობით 32 ჰექტარი, მდებარეობს ბუნებრივ მთის პლატოზე. კურორტი თითქოს ჩაშენებულია მთის ფერდობში და ამის წყალობით იქმნება რბილი და მრავალფეროვანი რელიეფი. ეს რელიეფი ქმნის ბუნებრივ პირობებს მოძრაობასა და სეირნობისთვის. სწორი გზები, მშვიდი მოძრაობისთვის, ზომიერი აღმართები, უფრო აქტიური დატვირთვისთვის, სხვადასხვა სირთულის ტყის ბილიკები. ყოველ სტუმარს შეუძლია აირჩიოს აქტივობის მისთვის შესაფერისი დონე და არ გადააქციოს სეირნობა ვარჯიშად. მოძრაობა ხდება დასვენებისა და აღდგენის ბუნებრივი ნაწილი. ადგილის ისტორიული თავისებურება. ეს ტერიტორია ცნობილია არამარტო თავისი ბუნებრივი მიკროკლიმატით. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ეს რაიონი თბილისის თავზე საუკუნეების განმავლობაში იყო ქართველ მეფეთა საზაფხულო დასასვენებელი ადგილი. განსაკუთრებით ხშირად აქ ყოფილა თამარ მეფე, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მმართველი. გადმოცემის თანახმად, მას უყვარდა ამ ადგილებში ფეხშიშველი სეირნობა, რათა შეეგრძნო ბალახის სიგრილე და მთის სუფთა ჰაერი. დღეს ჩვენ უკეთ გვესმის ის, რაც მაშინ იგრძნობოდა ინტუიციურად. ადამიანის კონტაქტმა ბუნებრივ გარემოსთან შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ბიოლის ტყეები. კურორტის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია მდიდარი ბუნებრივი ეკოსისტემა. აქ თანაარსებობენ ფიჭვნარი, რომელიც ჰაერს წიწვის არომატითა და ბუნებრივი ფიტონციდებით აჯერებს. ფოთლოვანი ტყე, რომელიც ქმნის რბილ მიკროკლიმატს და ბუნებრივ სიგრილეს. დიდი ხეხილის ბაღი, რომელიც ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. ამ ბუნებრივი ზონების შეხამება ქმნის ტყის რთულ და ხელსაყრელ მიკროკლიმატს. ჰაერის მოძრაობა მთიან გარემოში. კურორტის განლაგების ერთ-ერთი თავისებურებაა ჰაერის ბუნებრივი მოძრაობა მთის ფერდობზე. მისი ზედა ნაწილებიდან მთელ ტერიტორიაზე თანდათან ვრცელდება გრილი მთის ჰაერი. გზადის გადის ფოთლოვან ტყეებს, მთის ფერდობებს, წყლის ბუნებრივ წყაროებს. ამის შემდეგ ჰაერი ხვდება ფიჭვნარში, სადაც იჟღინთება არომატული წიწვოვანი ნივთიერებებით. ასე იქმნება თავისებური ბუნებრივი ჰაეროვანი კოქტეილი, რომელიც შედგება მთის ჰაერისგან, ტყის ფიტონციდებისგან, ბუნებრივი აეროიონიზირებისგან. ჰაერის ბუნებრივი იონიზირება. ბუნებრივი მიკროკლიმატის ერთ-ერთი ელემენტია ჰაერის აეროიონიური ფონი. უარყოფითი აეროიონები იქმნება მზის გამოსხივებით, ჰაერის მოძრაობით, წყლის აორთქლებით, ბუნებრივი გეოფიზიკური პროცესებით. ინტერესი ამ მოვლენისადმი წარმოიშვა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერ ალექსანდრე ჩიჟევსკის კვლევების წყალობით, რომელიც ცდილობდა ჰაერის ბუნებრივი იონიზირების აღდგენას შენობებში. დღესდღეობით აეროიონები განიხილება როგორც ბიოკლიმატის ნაწილი, რომლებსაც შეუძლიათ სუფთა ჰაერის შეგრძნების გამძაფრება და ორგანიზმზე სტრესული დატვირთვის შემცირება. არქიტექტურა, რომელიც ინარჩუნებს ბუნებრივ ჰაერს. ბიოლის არქიტექტურის თავისებურებაა პანორამული ფანჯრები, რომლებიც მთლიანად იხსნება. ეს არა მარტო ლამაზი ხედებისთვის არის გაკეთებული. გახსნილი პანორამული ფანჯრები საშუალებას იძლევა, რომ ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს და შენარჩუნდეს მისი ბუნებრივი თვისებები. თანამედროვე სავენტილაციო სისტემები ამართლებს ქალაქში. ისინი ფილტრავენ ჰაერს, ატენიანებენ მას, მაგრამ თუ ჰაერი სამკურნალოა, სუფთა, მთის, ის უნდა ისუნთქო. მწვანე სახურავები. არქიტექტურა, რომელიც ბუნების გამგრძელებელია. ყველა შენობას ტერიტორიაზე პრაქტიკულად მწვანე, ანუ ცოცხალი სახურავი აქვს. ეს არქიტექტურული გადაწყვეტილებაა, აუმჯობესებს სითბურ იზოლაციას, არბილებს მიკროკლიმატს, ზრდის ცოცხალი მცენარეების ფართობს, იცავს ტერიტორიის ბუნებრივ ბალანსს. კოტეჯებში მცენარეული სახურავები სტუმართა პირადი სივრცე ხდება. აქ განლაგებულია რბილი საქანელა სავარძლები. ზაფხულობით ბევრი სტუმარი ირჩევს დასვენების უჩვეულო ფორმას.
ისინი უპირატესობას ანიჭებენ მწვანე სახურავზე, ღია ცის ქვეშ ძილს, ტყიანი მზის სიჩუმეში. ეს ქმნის ბუნებასთან სრული ერთობის იშვიათ შეგრძნებას. ბიოლის ტბა. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ტბა, რომელიც 6 არტეზიული ჭაბურღილით იკვებება. ტბა გავლენას ახდენს ტერიტორიის მიკროკლიმატზე, არბილებს ტემპერატურულ რყევებს, ზრდის ჰაერის ბუნებრივ დატენიანებას, აძლიერებს ბუნებრივ იონიზირებას. გამჭვირვალე წყალში ცხოვრობენ დიდი ვუალისებური კოები, რომლებიც მძიმედ დასრიალებენ წყლის სიღრმეში. ცოცხალი ბუნება. ბიოლი არა მარტო ლანდშაფტია, არამედ ის ცოცხალი ბუნებრივი გარემოა. ტერიტორიაზე თავისუფლად დასეირნობენ ალპაკები, თეთრი ფარშევანგები, ციცრები. ტბასთან დაინახავთ მანდარინის იხვებს, რომლებიც დაფრინავენ და დაცურავენ წყალსაცავის გარშემო. ეს ცხოველები და ფრინველები ქმნიან მოძრავი და ჰარმონიული გარემოს შეგრძნებას. ბევრი სტუმარი აღნიშნავს, რომ ატმოსფერო მოგვაგონებს ზღაპარს ზრდასრულებისთვის, სადაც ადამიანი გარკვეული დროით ბრუნდება სიმშვიდისა და ბუნებრივი სილამაზის გარემოში. დასვენების ერგონომია. კურორტის ყველაზე თვალწარმტაც ადგილებში განლაგებულია რბილი აუთდორ ტახტები. ისინი თითქოს მოგიწოდებენ, რომ გაჩერდე და შეხედო მთებს, ტყეს ან ტბას. ტახტების სიმაღლე განსაზღვრულია ისე, რომ ადამიანმა კარგად მოიკალათოს და შემდეგ ადვილად ადგეს. ასეთი დეტალებისგან იქმნება სივრცე, სადაც შესაძლებელია ბუნებრივად და დაძაბულობის გარეშე დასვენება. ბუნება და ნერვული სისტემა. ადამიანის ნერვული სისტემა მუდმივად ბალანსირებს ორ მდგომარეობას შორის: აქტივობის რეჟიმი და აღდგენის რეჟიმი. ქალაქის გარემო ადამიანს ხშირად დაძაბულობის მდგომარეობაში ამყოფებს. ბუნებრივი გარემო ეხმარება ნერვულ სისტემას, რომ ის აღდგენის რეჟიმში გადაერთოს. ამ მომენტში გულის რიტმი ნელდება, იკლებს სტრესული ჰორმონების დონე, აქტიურდება რეგენერაციის პროცესები. სინათლე და ბიოლოგიური საათები. ადამიანის ორგანიზმში არსებობს შინაგანი ცირკადული რიტმები. ისინი არეგულირებენ ძილს, ჰორმონალურ სისტემას, ნივთიერებათა ცვლას. ამ საათების მთავარი სიგნალი ბუნებრივი განათებაა. ბუნებრივ გარემოში ადამიანი იღებს მეტ დღის შუქს და ღამე ნაკლებ ხელოვნურ განათებას. ამიტომ ბევრი სტუმარი უკვე ერთ-ორ ღამეში ძილის გაუმჯობესებას გრძნობს. მოძრაობა ბუნებრივ გარემოში. ფიზიკური აქტივობა აქ უნიკალურ გარემოში ხდება, სადაც ერთდროულად მოქმედებენ მთის სიმაღლე, სუფთა ჰაერი, ტყის მიკროკლიმატი, ბუნებრივი იონიზირება, ბუნებრივი განათება. ამიტომ აქ სეირნობა ხშირად იძლევა უფრო გამოხატულ აღდგენით ეფექტს, ვიდრე ანალოგიური აქტივობა ქალაქის გარემოში. სამკურნალო არქიტექტურა. ბიოლს შეიძლება ვუწოდოთ სამკურნალო არქიტექტურის მაგალითი. ეს არის არქიტექტურა, რომელიც იქმნება არა მარტო ესთეტიკის, არამედ ადამიანის ფიზიოლოგიური კომფორტის გამო. გარემოს ყოველი ელემენტი გააზრებულია: შენობების განლაგება, ფანჯრების ორიენტაცია და ზომები, ჰაერის მოძრაობა, მწვანე სახურავები, დასვენების ადგილები, მოძრაობის ბუნებრივი მარშრუტები. არქიტექტურა ჯანმრთელობის რესურსების მართვის სისტემის ნაწილი გახდა. გარემო როგორც მედიცინის ნაწილი. გავიმეორებ, ბუნებრივი გარემო სისტემურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ამავდროულად მოქმედებს სუნთქვაზე, ნერვულ სისტემაზე, ჰორმონალურ ბალანსზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ძილზე. მთის პლატო, ტყეები, ჰაერის მოძრაობა, ბუნებრივი იონიზირება, ტბის წყალი, მწვანე სახურავები, ცოცხალი ბუნება და გააზრებული ერგონომიკა ქმნიან უნიკალურ ბიოკლიმატს, სადაც ორგანიზმის მიერ უფრო ადვილად ხდება აღდგენის საკუთარი მექანიზმების ჩართვა. სწორედ ამიტომ ბევრი სტუმარი გრძნობს სტრესის დაქვეითებას, ენერგიის აღდგენას, ძილის ნორმალიზებას, შინაგანი წონასწორობის შეგრძნებას. ტრადიცია და თანამედროვე პრაქტიკა. წიგნის დასაწყისში მე უკვე აღწერე ფიჭვის ფისზე დამზადებული ოჯახური მალამოს რეცეპტის ისტორია, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება ბიოპინი. დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებას შემდგომი განვითარება მოჰყვა.
დღესდღეობით ბიოლში ბუნებრივი საშუალებები განიხილება არა როგორც ცალკეული ხალხური რეცეპტები, არამედ როგორც აღდგენის უფრო ფართო სისტემის ნაწილი, რომელიც Health Resource Management-ის პრინციპებს ეფუძნება. ამ სისტემის ერთ-ერთი ელემენტია ფიჭვის ფისის და მის საფუძველზე შექმნილი პრეპარატების გამოყენება ბიოპინის ჩათვლით, სხვა სამკურნალო მცენარეებთან და ბუნებრივ კომპონენტებთან შეზავებით. ისინი ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების ნიველირებას, ქსოვილთა რეგენერაციის მექანიზმების აღდგენას, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ოპტიმიზაციას. ასეთი მიდგომა უფრო ფართო იდეის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც მე Georgian Wellness-ს ვუწოდებ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მისი კლიმატი, მთის გარემო, მცენარეები და მკურნალობის ტრადიციები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჯანმრთელობის მართვის თანამედროვე სისტემის ელემენტები. საინტერესოა, რომ მუშაობის პროცესში ჩვენ შევნიშნეთ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება. როდესაც პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენებოდა ფიჭვის ფისი შეგროვებული სხვა რეგიონებში, მისი მოქმედება ნაკლებად გამოხატული იყო. ხოლო ფისი მიღებული ქართული ფიჭვის ტყეებიდან აჩვენებდა უფრო სტაბილურ და შესამჩნევ ეფექტს. ეს დაკვირვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერად მოქმედებს ბუნებრივი გარემო მცენარეთა თვისებებზე. სწორედ ამიტომ სისტემაში Georgian Wellness ბუნება განიხილება არა როგორც ფონი, არამედ როგორც აღდგენითი პროცესების აქტიური მონაწილე. აქ, მთებში, თბილისის თავზე, ამ იდეამ პრაქტიკული ფორმა შეიძინა. ბიოლი არის სივრცე, სადაც ადამიანის ბიოლოგიური სახლი თავის ბუნებრივ გარემოში ბრუნდება. ნაწილი მერვე. მომავლის მედიცინა. თავი მე-19. კვანტები, სენსორები და ფიჭვის ტყე. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად აშკარა ხდება, მედიცინა იმისთვის, რომ ის პროგრესული იყოს, მხოლოდ დაავადებების მკურნალობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამ წიგნში მე უკვე არაერთხელ განმარტე თუ რატომ. ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის ფორმირება ხდება დიაგნოზის გამოვლენამდე უფრო ადრე. ამიტომ დღესდღეობით მედიცინა თანდათან გადადის თავისი განვითარების შემდეგ ეტაპზე, დაავადებაზე რეაქციიდან ადამიანის ბიოლოგიური მდგრადობის მართვაზე. უწყვეტი მედიცინა. ტრადიციული მედიცინა ერთვება მაშინ, როდესაც სახეზეა მოვლენა, ჩნდება სიმპტომი ან დაავადება. ტექნოლოგიების განვითარებამ გზა გაუხსნა მედიცინის სხვა მოდელის შესაძლებლობას, ადამიანის ბიოლოგიაზე უწყვეტი დაკვირვების მოდელს. პორტატული სენსორები, ბიომარკერების ანალიზი, დიდი მონაცემები და ხელოვნური ინტელექტი საშუალებას იძლევა პრაქტიკულად რეალურ დროში განხორციელდეს ორგანიზმის მდგომარეობის მონიტორინგი. ეს ნიშნავს გადასვლას მოვლენათა მედიცინიდან ბიოლოგიური ტრაექტორიის მედიცინაზე. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება არა ცალკეული დაავადება, არამედ დროში გათვლილი ორგანიზმის მდგომარეობის დინამიკა. ხელოვნური ინტელექტი და ბიოლოგიური ნავიგაცია. თანამედროვე ბიოლოგია გენერირებს მონაცემთა უზარმაზარ მასივებს. გენომიკა, მეტაბოლომიკა, ჰორმონალური რეგულაცია, ანთების მარკერები, ბიორითმები, ენერგეტიკული ცვლის მაჩვენებლები. ასეთი რთული სისტემის ანალიზირება ადამიანისთვის ძალზე რთულია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამ პროცესებში ფარულ კანონზომიერებათა გამოვლენა, ექიმისთვის დახმარების გაწევა და პაციენტის ყურადღების გამახვილება პრობლემურ ადგილებზე, რაც შესაბამისად უფრო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. ასე იქმნება პერსონალური ბიოლოგიური ნავიგაციის სისტემა. ორგანიზმის რეინჟინირინგი. მონიტორინგის განვითარების პარალელურად ვითარდება ორგანიზმის აღდგენის ტექნოლოგიებიც. მათ მიეკუთვნება გენეტიკური თერაპია, რეგენერაციული მედიცინა, უჯრედოვანი ტექნოლოგიები, ქსოვილთა ბიოინჟინერია. ამ მიმართულებების საშუალებით მედიცინა თანდათან გადადის სიმპტომების მკურნალობიდან ორგანიზმის ბიოლოგიური სისტემების აღდგენასა და გადაწყობაზე. ბიოკლიმატი როგორც მედიცინის ინსტრუმენტი. მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი ბუნებრივი გარემო რჩება ადამიანის ბიოლოგიის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. სწორედ ამიტომ უფრო დიდ როლს თამაშობენ ბიოკლიმატური სივრცეები, სადაც იქმნება პირობები ორგანიზმის ბიოლოგიური სისტემების აღდგენისთვის და რეგულირებისთვის. ასეთ გარემოში უფრო ადვილია ძილის ნორმალიზება,
ენერგეტიკული ცვლის აღდგენა, ქრონიკული ანთების დაქვეითება, მეტაბოლიზმის სტაბილიზირება, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება. ამრიგად, ბუნებრივი გარემო ახალი მედიცინის განუყოფელი ნაწილი ხდება. ენერგიის ბიოლოგია. თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ჯანმრთელობის საფუძველი ენერგეტიკული ცვლაა. ენერგია უდევს საფუძვლად უჯრედების ფუნქციონირებას, ტვინის მუშაობას, ორგანიზმის ადაპტირებას, დაბერების პროცესებს. ამიტომ, მომავლის მედიცინა ღრმად შეისწავლის ენერგიის ბიოლოგიას, ფუნდამენტურ პროცესებს, რომლებიც ცოცხალი სისტემების მდგრადობას განაპირობებენ. კვანტური ბიოლოგია. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მკვლევართა ყურადღების ცენტრშია, არის კვანტური ბიოლოგია. მეცნიერების ეს სფერო შეისწავლის კვანტური პროცესების შესაძლო მონაწილეობას ცოცხალი სისტემების ფუნქციონირებაში, უჯრედების შიგნით ენერგიისა და ინფორმაციის გადაცემაში. იგულისხმება ფორმირების ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე მიმდინარე პროცესები. ამ მექანიზმების უკეთ გააზრების შემთხვევაში მედიცინას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები. უჯრედის ენერგეტიკული პროცესების უფრო ზუსტი გააზრება, დიაგნოსტირების ახალი მეთოდები, ახალი მიდგომები ბიოლოგიური ფუნქციების აღდგენაში. კვანტური ბიოლოგია შეიძლება განიხილებოდეს როგორც შემდეგი დონე იმ პროცესების შესწავლაში, რომლებიც საფუძვლად უდევს სიცოცხლეს. შევაჯამოთ, მომავლის მედიცინის ფორმირება წარმოებს რამდენიმე მიმართულების კვეთაზე. ადამიანის ბიოლოგიის უწყვეტი მონიტორინგი, ხელოვნური ინტელექტი და ბიოლოგიურ მონაცემთა ანალიზი, ბიოინჟინერია და რეგენერაციული ტექნოლოგიები, სიცოცხლის ენერგეტიკული პროცესების შესწავლა, ბუნებრივი აღდგენითი ფაქტორების გამოყენება. ამ მიმართულებების გაერთიანება მედიცინის ახალი მოდელის შექმნის საშუალებას იძლევა. მედიცინისა, რომელიც მუშაობს არა მარტო დაავადებასთან, არამედ ადამიანის სიცოცხლის ბიოლოგიურ ტრაექტორიასთან. თავი მეოცე. ერთი დღე მომავლიდან. დილა იწყება მშვიდად. ამოდის მზე. ოთახი ნელ-ნელა ივსება რბილი შუქით. ადამიანი იღვიძებს. ორგანიზმი თანდათან გამოდის ძილიდან, ბუნებრივი რიტმის შესაბამისად, მაღვიძარის მკვეთრი ზარის გარეშე. პატარა სენსორები ღამე აკვირდებოდნენ ძილის სიღრმეს, სუნთქვას, ნერვული სისტემის რიტმებს. ადამიანი თვალსახელს და ეკრანზე მოკლე შეტყობინებას ხედავს. რამდენიმე პარამეტრი: აღმდგენი ძილი, ნერვული სისტემა სტაბილური, ორგანიზმის რესურსები ნორმაში. ყველაფერი მშვენივრად არის. შეიძლება ადგომა. იწყება ჩვეული სამუშაო დღე. სტარტი კომფორტულია. მსუბუქი საუზმე, ხანმოკლე გასეირნება, ჩვეული ვარჯიში. ადამიანი კარგად იცნობს საკუთარი ორგანიზმის თავისებურებებს, რომელი საკვებია მისთვის ოპტიმალური, როგორი ფიზიკური დატვირთვაა მისაღები და როგორ რეაგირებს მასზე ორგანიზმი, როდის სჭირდება მას დასვენება, დღის განმავლობაში როგორი რიტმი უნარჩუნებს მას ენერგიას. ყველა ეს ჩვევა ჩართულია მის ცხოვრებაში. ადამიანი უკვე დიდი ხანია მიეჩვია ამ ნავიგაციას, რომელიც არ მართავს მას, ის მხოლოდ ხელს უწყობს ორგანიზმის მდგრადობის შენარჩუნებას. ეს ყველაფერი მანამდე ისწავლა სამედიცინო ველნეს კურორტის პროგრამაზე ყოფნის დროს, სადაც დეტალურად შეისწავლეს მისი ორგანიზმის თავისებურებები და დახმარება გაუწიეს პერსონალური ცხოვრების წესის ფორმირებაში. დღე გრძელდება, წინ ქალაქია, შუშა, ბეტონი, მანქანების უწყვეტი რიგი, საცობები. მეგაპოლისის რიტმი სწრაფად ითრევს, შეხვედრები, მოლაპარაკებები, გადაწყვეტილებები, ინფორმაციის მოზღვავება, საათების გატარება მონიტორის ეკრანთან. ზოგჯერ სამუშაო დღე გვიან საღამომდე გრძელდება. საქმიანი ვახშმები, კორპორატიული შეხვედრები, მოლაპარაკებები, რომლებიც დაღამებამდე გრძელდება. ასეთი ცხოვრება გახდა ჩვეულებრივი. ადამიანი მას წარმატებით უმკლავდება, თუმცა გადის კვირები და სენსორები თანდათან ცვლილებებს აფიქსირებენ. ძილი უკვე აღარ არის ისეთი ღრმა.
დილაობით საჭიროა მეტი დრო, რომ დაბრუნდეს მხნეობა და ნათელი გონება. გულის რიტმის ცვალებადობა ცოტა იკლებს. ეს თითქმის შეუმჩნეველია. ადამიანი განაგრძობს ჩვეულ რიტმში ცხოვრებას. ის თავს ჯანმრთელად გრძნობს. მაგრამ სისტემა უკვე აფიქსირებს უმნიშვნელო ხარვეზს. ორგანიზმის რესურსები იხარჯება უფრო სწრაფად, ვიდრე მათი აღდგენა ხდება. სტრესი იმატებს. ერთ დილას სისტემა გვატყობინებს. ორგანიზმს ესაჭიროება აღდგენა. საშიში არაფერია, მაგრამ რეკომენდაცია გასაგებია. ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას რამდენიმე დღით გაემგზავროს თავის საყვარელ სამედიცინო ველნეს კურორტზე. როდესაც ის ჩამოდის, მისთვის იქ ყველაფერი ნაცნობია. აქ მას იცნობენ, იციან მისი ორგანიზმის თავისებურებები, რეაქციები სტრესზე, მისი ცხოვრების ჩვეული რიტმი. აქ არ არის დიდი ქალაქის შფოთვა, სუფთა ჰაერი, ბევრი სივრცე. დღის რიტმი ემთხვევა ბუნების რიტმს. ის სეირნობს. იტარებს პროცედურებს, რომლებიც სწორედ მისთვის არის შერჩეული. ორგანიზმის პარამეტრები თანდათან უბრუნდება თავის ოპტიმალურ ნიშნულებს. ძილი ხანგრძლივია. ის სუნთქავს. რამდენიმე დღის შემდეგ ორგანიზმი იწყებს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას. ძილი ისევ ღრმა ხდება. ნერვული სისტემა თანდათან თავისუფლდება დაგროვილი დაძაბულობისგან. ხდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ ორგანიზმის რესურსების კალიბრაცია. როგორც რთულ ხელსაწყოს ესაჭიროება პერიოდული აწყობა, ასევე ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს თავისი ბუნებრივი პარამეტრების აღდგენას. ერთ კვირაში ის ბრუნდება ქალაქში. ცხოვრება კვლავ აჩქარებულია. სამსახური, პროექტები, შეხვედრები, მაგრამ ორგანიზმი კვლავ ეფექტურად მუშაობს. ასეთი პერიოდული ბუნებრივი რესურსების კალიბრაცია ხდება ადამიანის ცხოვრების ჩვეული ნაწილი. ჯანმრთელობა აღარ არის შემთხვევითი. ის მისი შინაგანი კულტურის ნაწილი ხდება. დასკვნა. თუმცა დღესდღეობით თანამედროვე მედიცინის საფუძვლად რჩება დაავადებების განკურნება, ის იწყებს განვითარების შემდეგი ეტაპის გავლას, ჯანმრთელობის რესურსების მართვას. თქვენ უკვე იცით თუ რას ნიშნავს ეს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. უნდა შეიცვალოს თქვენი აზროვნება. ეს არის სწორედ ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი დასაწყისში. სხვაგვარად, ზემოთ აღწერილი მომავლის სიტუაცია თქვენთვის არასდროს დადგება. მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ იგრძნობთ, რომ ორგანიზმი თქვენი სახლია და მისი მოწყობა დამოკიდებულია თქვენზე, ჩნდება ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ დადგეთ რესურსების მართვის პულტთან და დაიწყოთ მოქმედება. მედიცინა კი ამაში სრულ დახმარებას გაგიწევთ. ეპილოგის ნაცვლად და ბოლოს საკუთარ თავზე. წიგნის დასაწყისში მე აღვნიშნე, რომ ის არ არის ჩემს შესახებ. და ეს მართლაც ასეა. ის არის ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბუნებაზე, მედიცინაზე და იმაზე თუ როგორ ვისწავლოთ საკუთარი ორგანიზმის რესურსების მართვა. მაგრამ ტექსტის გადაკითხვისას მივხვდი, რომ ის ჩემზეც არის. ვინაიდან ბევრი იდეა, რომელიც აქ დაწერილია, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარეობს, ჩემი შეცდომებიდან, ჩემი ეჭვებიდან, ჩემ მიერ პასუხისმგებლისას კითხვაზე, რატომ კარგავს ხოლმე საკუთარი ჯანმრთელობის მართვის უნარს ადამიანი, რომელიც თავად არის ექიმი. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე სიტყვა საკუთარ თავზე. არა როგორც ამ ფილოსოფიის ავტორზე, არამედ უბრალოდ ადამიანზე, რომელიც ცხოვრობს მის მიერ აღწერილ სისტემაში. ვცხოვრობ ბიოლში. არ ჩამოვდივარ აქ დროდადრო. ვცხოვრობ აქ ყოველდღიურად. ესეც იდეის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია სხვა ადამიანებისთვის აღდგენითი გარემოს შექმნა, თუ თავად არ ცხოვრობ იქ. არ გრძნობ მის გავლენას საკუთარ თავზე. არ სუნთქავ იმ ჰაერს, არ იღვიძებ იმ სიჩუმეში. თუ ადამიანი თავად არ სარგებლობს იმით, რასაც სხვას სთავაზობს, ის ვერ გახდება ნამდვილი გარანტი იმისა, რაც იქ არის შექმნილი. მე ჩამოვედი საქართველოში 2005 წელს, ბიოკლიმატის შესახებ ცოდნით შეიარაღებული. მქონდა იდეა, ადგილის შექმნა, სადაც მედიცინა, ბუნება და ცხოვრების წესის რეგულირება იმუშავებდნენ სინერგიულად. დავიწყე შესაფერისი ტერიტორიის ძებნა.
და როდესაც პირველად დავინახე ეს მთის პლატო თბილისის თავზე, მივხვდი, ეს არის სწორედ ის, რაც მე მჭირდება. დაიწყო ხანგრძლივი გზა. რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან მიწების შესყიდვას ვაწარმოებდი. ტერიტორიის ნაწილის შესყიდვა მომიწია სახელმწიფოსგანაც. ეს არ იყო მარტივი პროცესი. იყო ბიუროკრატიული ბარიერები, რთული მოლაპარაკებები, გარშემომყოფთა ეჭვები. ამ იდეამ ყველა სირთულეს გაუძლო. ნაბიჯ-ნაბიჯ ტერიტორია ერთი სივრცის სახეს იღებდა. უკვე თითქმის 20 წელია ჩვენ ვქმნით ბიოლს და მე შემთხვევით არ მithქვამს ჩვენ. ბიოლი ერთი ადამიანის მუშაობის ნაყოფი არ არის. ეს არის გუნდური შრომა ადამიანებისა, რომლებმაც ეს იდეა გაითავისეს და ისინი ყოველდღიურად რეალობად აქცევენ მას. ჩვენ ვმსჯელობთ, ვკამათობთ, ვეძებთ გადაწყვეტილებებს, ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვაკვირდებით შედეგებს და ერთად ვქმნით ამ გარემოს. მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ზოგჯერ მე აქ მარტო ექიმიან დამფუძნებელი არ ვარ. ხანდახან მშენებლობასაც ვაწარმოებ. უშუალოდ ვმონაწილეობ არქიტექტურის შექმნაშიც. ვმუშაობ სივრცობრივ გადაწყვეტილებებზე. ვუღრმავდები ყველაფერს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბილიკები, ხეები, განათება. ბიოლის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა, ბიოლი ჰოლი, სადაც დღეს განლაგებულია ზამთრის ბაღი, რესტორანი და ივენთ ჰოლი, ოდესღაც საერთოდ ძერწისგან შეიქმნა. მე ის მართლაც ხელით გამოვძერწე, რომ მეჩვენებინა არქიტექტორებისთვის თუ როგორ ვხედავ ამ სივრცეს. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ეს მოდელი რეალურ არქიტექტურულ პროექტად გადააქციეს. სხვათა შორის, მოგვიანებით ამ პროექტმა გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსში მწვანე არქიტექტურა. გზა ძერწიდან დასრულებულ შენობამდე სულაც არ ყოფილა მარტივი. ბევრი რამ გადაკეთებას საჭიროებდა. ხშირად იმას, რაც მშენებლებს უკვე დასრულებულად მიაჩნდათ, მე სულ სხვაგვარად ვხედავდი. ვპოულობდი ათობით დეტალს, რომლებიც უნდა შეგვეცვალა. ეტყობა ეს ჩემი პროფესიული დეფექტია. ჩემი პირველი პროფესია, სტომატოლოგია, ეტყობა არ მაძლევს საშუალებას, რომ არ შევამჩნიო დეტალები. ეტყობა ამ თვისებამ არქიტექტურაშიც გადაინაცვლა. ზოგჯერ ჩემი თავი მეწოდება კიდეც, იმიტომ რომ სტუმრები მხოლოდ ბიოლის სილამაზეს ხედავენ. სულ ვაკვირდები თუ რისი გაკეთება შეიძლება უკეთ. სად უნდა დაირგოს ხე, სად არ უნდა იყოს უკვე დარგული ბუჩქი, საღამოობით სად ეცემა შუქი ძალზე მკვეთრად, სად არ უნდა უხვევდეს ბილიკი. მე მართლაც ვატარებ ჩემში იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება. ზოგჯერ მიჩნდება განცდა, რომ ჩემი სულის ნაწილი ჩაქსოვილია ამ ადგილის ბიოლოგიურ ცხოვრებაში. ალბათ ამიტომ ხანდახან წყინს კიდეც, როდესაც ვინმე ბიოლს აღიქვამს, როგორც მხოლოდ სასტუმროს ან რესტორანს ქალაქგარეთ. მაგრამ ყველაზე მძიმე იმის დანახვაა, როდესაც ვინმე სიგარეტს ეწევა ტერიტორიაზე. არა იმიტომ, რომ მკაცრი მასპინძლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ბიოლი ჩაფიქრებული იყო როგორც ჯანმრთელობის სივრცე, ადგილი, სადაც ადამიანმა თავი ბუნების ნაწილად უნდა იგრძნოს. ბიოლი შენდება თანდათან. ჩვენ ვქმნით მას ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე. მე შეგნებულად არ მსურს ინვესტორთა მოზიდვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია იდეის სიწმინდის შენარჩუნება. აქ უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც ჭეშმარიტად ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას და არა ის, რაც იყიდება. მე თავად ვსარგებლობ აქ დანერგილი პროცედურებით. კოლეგებთან ერთად ვაკვირდებით ჩემი ორგანიზმის მდგომარეობას და ვმართავთ მის რესურსებს. შემისრულდა 65 წელი და კარგად მესმის, რომ ჯანმრთელობა ამ ასაკში არ არის შემთხვევითობა. ეს სისტემური სამუშაოა. ჩემს მშობლებს ორივეს დიაბეტი ჰქონდათ. გენეტიკა ყოველთვის თავს გვახსენებს. მე დიაბეტი არ მაქვს, თუმცა ეს ბედის საჩუქარი არ არის. ეს მუდმივი მუშაობის შედეგია. ზოგჯერ წონა ცდილობს დაბრუნებას. თითქოს თავს მახსენებს ჩურჩულით, არსად არ წავსულ ვარ, უბრალოდ შენს დასუსტებას ველოდები. მე ექიმი ვარ, მეცნიერი და სისტემის შემქმნელი, მაგრამ პირველ რიგში ადამიანად ვრჩები. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ძველი მეგობრები სტუმრად მოდიან. ამ დროს შემიძლია ცოტა მეტი სუფლება მივცე ჩემს თავს. წონის ისარი კი
ნელ-ნელა იწევს მაღლა. მართალი გითხრათ, ეს არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვაგვარად აღვიქვამ მას. ყოველი ასეთი მომენტი შესაძლებლობად იქცევა. კოლეგებთან ერთად განვიხილავთ სიტუაციას, კვება, დატვირთვა, აღდგენა, ჰორმონალური რეაქციები. ჩემი ორგანიზმი ფაქტიურად ლაბორატორიად იქცა. სწორედ ამიტომ ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ბიოლშია მიღებული, თავდაპირველად გამოიცდება ჩემ მიერ. რეგულარულად ვატარებ ორგანიზმის სკრინინგს. ყოველთვიურად ვაბარებ ანალიზებს, ვაკვირდები დინამიკას, კორექცია შემაქვს კვებაში, დანამატებში და პროცედურებში. ხანდახან თუ დავარღვევ წესებს, ვიცი რა ჯანმრთელობის ფასი, კვლავ ვუბრუნდები დისციპლინას. ვწვევი ადრე, ჩვეულებრივ 9-ზე, ზოგჯერ საღამოს 10-ზე. ვიღვიძებ დილის 5-ზე ან 6-ზე ჩიტებთან ერთად. სხვათა შორის, გვქონდა ერთი სახალისო შემთხვევა. ერთხელ დილით ადრე ერთმა სტუმარმა დაურეკა ადმინისტრატორს და სთხოვა სპეცეფექტების გამორთვა. ადმინისტრატორმა დიდხანს ვერ გაარკვია, რაზე იყო ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ სტუმარს მხედველობაში ჰქონდა დილით ჩიტების გალობა. ასეთი მომენტები გვახსენებენ, თუ რამდენად შორს არის თანამედროვე ადამიანი ბუნებისგან. დილით ადრე სეირნობა მიყვარს ტერიტორიაზე. ამ დროს თავში განსაკუთრებული ნათელი ისადგურებს. აზროვნება ხდება უფრო სხარტი. იბადება ახალი იდეები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს დაიბადა სახელწოდება ბიოლი. ზოგჯერ ვხუმრობ, რომ ეს სახელი ზემოდან ნაკარნახევია. მაგრამ ყველაზე ძლიერი გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ვხედავთ რეალურ ცვლილებებს სტუმრებში. ერთხელ ბიოლიში ჩამოვიდა ქალი და აქ ერთი თვე გაატარა. პირველ დღეებში ის მოკლე მანძილზეც კი გაჭირვებით გადაადგილდებოდა. დადიოდა ნელა, თითქმის ძალა გამოცლილი. ერთ თვეში ის შემთხვევით ერთ-ერთ ბილიკზე დავინახე. მან ჩამიქროლა. გააზრებული კი მქონდა, რომ ჩვენ სწორედ ამ შედეგისკენ გვქონდა სწრაფვა, მაგრამ ჩემმა ქვეცნობიერმა ეს მაინც პატარა სასწაულად აღიქვა. ბიოლი, ადგილი სადაც ვცხოვრობ. ადგილი, რომლის განვითარება ჩვენ მიერ ყოველდღიურად ხდება. ადგილი, სადაც ჩადებულია არა მარტო ცოდნა, გამოცდილება და თანხა, არამედ ჩემი ცხოვრების ნაწილი. მე არ ვეწევი ბიოლის რეკლამას. მე აქ უბრალოდ ყოველ დილით ვიღვიძებ. აზრები, რომლებსაც ჩავიწერდი. პირველი. ადამიანის ორგანიზმი მისი ბიოლოგიური სახლია, ერთადერთი სახლი, რომელშიც ის მთელ ცხოვრებას ატარებს და უკანასკნელი, რომელსაც ტოვებს. მეორე. მედიცინა საუკუნეების განმავლობაში დაკავებულია დაავადებებისა და სიკვდილის შესწავლით. მოვიდა რესურსებისა და ცხოვრების შესწავლის დრო. მესამე. მომავლის მედიცინა იმუშავებს არა დაავადებებთან, არამედ ადამიანის ბიოლოგიურ ტრაექტორიასთან. მეოთხე. ჯანმრთელობის პრობლემების უმეტესი ნაწილი იწყება დიაგნოზის გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე. მეხუთე. სტრესი ცხოვრების ნაწილია. საშიშია არა სტრესი, არამედ მისი დაგროვება. მეექვსე. როგორც ჩვენ დღის ჭუჭყს ჩამოვირეცხავთ ხოლმე, ასევე უნდა ჩამოვირეცხოთ დაგროვილი სტრესიც. მეშვიდე. ბიოკლიმატური გარემო ჯანმრთელობის რესურსების კალიბრაციის შეუცვლელი ბუნებრივი ცენტრია. მერვე. ადამიანის ორგანიზმი ფორმულირებულია ბუნების მიერ და მისი აღდგენა უმჯობესია მის პირობებში. სხვა ოპტიკა. სამწუხაროდ, ეს იდეოლოგია ვერ განვითარდება უახლოესი 10 წლეულის განმავლობაში. არა, მას არ შეხვდება წინააღმდეგობა. მას შეხვდება სისტემური უკუქმედება, არა ბოროტი განზრახვით, არამედ იმიტომ, რომ ის ბევრ მყარ კონსტრუქციას ანგრევს. პირველი. მედიცინა წინააღმდეგობას გაუწევს, ვინაიდან ეს მის ფარგლებს სცილდება. ჯანდაცვის სისტემა აგებულია დიაგნოზის გარშემო. ექიმს შეუძლია პათოლოგიის გამოვლენა, მისი აღმოფხვრა, შედეგის კონტროლი. ნებისმიერი მოდელი, რომელიც დიაგნოზის დონეზე მაღლა ახდენს ფოკუსირებას, აღიქმება როგორც პროფესიის საზღვრების გაქრობა, გაურკვევლობაში გადასვლა, მმართველობის დაქვეითება. არგუმენტი მშვიდად და დამაჯერებლად გაიჟღერებს. ეს არ არის მედიცინა. ეს კი საკმარისია დანერგვის შესაჩერებლად. მეორე. მტკიცებითი გარემო დაამუხრუჭებს,
რადგან უფრო რთულია სისტემისთვის ვიდრე პროტოკოლისთვის. თანამედროვე სამეცნიერო მოდელი კარგად მუშაობს მარტივ ცნებებთან. პრეპარატი, ჩარევა, ეფექტი. მას უჭირს მუშაობა სისტემებთან, სადაც შედეგი ფაქტორების შერწყმისგან გამომდინარეობს. ამიტომ არგუმენტი უფრო აშკარა იქნება. ეს არ არის დამტკიცებული როგორც სისტემა. ფორმალურად ეს სიმართლეა. სისტემები ყოველთვის ჩამორჩება მტკიცებულებით ბაზას. მესამე, ინდუსტრია ველნესი წინააღმდეგობას გაუწევს, ვინაიდან ეს ანადგურებს მის პროდუქტს. დღესდღეობით ველნესი ყიდის შეგრძნებას, განტვირთვას, ატმოსფეროს. HRM-ი ითხოვს დისციპლინას, მონაწილეობას. ეს შეუთავსებელია. არგუმენტები იქნება მოკრძალებული. ნუ ართულებთ, ხალხს უნდა დასვენება. ნუ გადატვირთავთ სტუმარს მოსაზრებებით, მაგრამ არსი მარტივია. HRM-ი ანგრევს ილუზიას, რომელზეც დამოკიდებულია ბაზარი. მეოთხე, ფსევდოსამეცნიერო წრე წინააღმდეგობას გაუწევს, ვინაიდან ის კარგავს ინტერპრეტაციების თავისუფლებას. იქ, სადაც არ არის სტრუქტურა, ყოველთვის არის სივრცე თავისუფალი განმარტებებისთვის. HRM-ი ქმნის გამჭვირვალე სისტემას. არის ფაქტორები, არის ინსტრუმენტები, არის ლოგიკა. ეს ფანტავს ნისლს. არგუმენტი გაიჟღერებს ფილოსოფიურად. ადამიანს ვერ დაიყვანს სისტემამდე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ჩვენ არ გვსურს ჩარჩოებში მუშაობა. მეხუთე, ინვესტორები გამოიჩენენ სიფრთხილეს. ვინაიდან ეს არის ძვირი და გრძელვადიანი მოდელი. ეს არ არის პროდუქტი, ეს არის ტერიტორია, არქიტექტურა, გარემო, გუნდი, სისტემური მმართველობა. ეს ითხოვს დიდ დაბანდებას, ანაზღაურების დიდ ციკლს, მაღალ ოპერატიულ სირთულეს. და თითქმის არ ხდება სტანდარტული მეთოდებით მასშტაბირება, არგუმენტები იქნება პრაგმატული, მეტად დასაბანდებელია, გრძელვადიანად ანაზღაურებადი, რთულად ტირაჟირებადი, დამოკიდებულია პიროვნებასა და ადგილმდებარეობაზე. ეს არ არის ემოციური უარი, ეს ცივი გაანგარიშებაა. მეექვსე, ბაზრის მიერ იგნორირებული იქნება, ვინაიდან ეს რთულად ასახსნელია. მარტივი იდეები ვრცელდება სწრაფად, რთული მოითხოვს ძალისხმევას. ამას ვერ დაიყვან ერთ სიტყვამდე, ერთ პროცედურამდე, ერთ დაპირებამდე. ამიტომ რეაქცია იქნება პასიური. არა უარყოფა, არამედ უინტერესობა. მეშვიდე, ადამიანი გაუწევს წინააღმდეგობას, ვინაიდან ეს ცვლის მის როლს. ეს არის ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელსაც არ გამოხატავენ ხმამაღლა. საჭიროა ერთი რამ, მონაწილეობა. ეს ნიშნავს, არ შეიძლება ჯანმრთელობის დელეგირება, არ შეიძლება ცხოვრება შედეგების გარეშე, არ შეიძლება შემთხვევის იმედზე ყოფნა. ეს უხერხულია, ამიტომ ეს გადაიდება. შედეგი. ეს იდეოლოგია გამოიწვევს კამათს, გამარტივდება, იქნება იგნორირებული. შეიძლება უფრო მისაღები ვერსიებით, არა იმიტომ, რომ ის მცდარია, არამედ იმიტომ, რომ ის არ ეწერება არსებული სისტემის არქიტექტურაში. მაგრამ როდესაც სისტემა არ იცვლება, ჩნდება ადგილები, სადაც სხვა პრინციპები ამოქმედდება. კამათის გარეშე, მასშტაბირების გარეშე, განმარტებების გარეშე, მე ეს განვახორციელე.